ჩემ გამომწერებს ადამიანებს, რომლებიც საერთოდ პირველად უყურებენ ამ ვიდეო ჩართვას. დღეს მინდა ვისაუბრო საქართველოში არაქართულ ძალებთან მიმართებაში, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის ინტერესებში ახდენენ სიცრუით, სიყალბით, ქართული სენტიმენტების გაჭირვების გამოყენებით ხელისუფლების გარკვეულ სათავეში მოსვლას და შემდეგ ვაჭრობას სტრატეგიულად ჩვენი ქვეყნის მდგომარეობით. ამ ძალებს დასაყრდენი ყავთ ხელისუფლებაში, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაში. ამ ძალების პატრონი არსებობენ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაში და ყველაფერი მათთან მიმართებაში დადგმული სცენა თითქოს ვიღაცას იმის უფლება არ ექნება, რომ წინასაარჩევნოდ თავისი ნება გამოავლინოს ხალხმა და რაღაცა კონსერვატიული იდეებით ადამიანებმა შეძლონ თავისი აზრის დაფიქსირება, ეს არის ძალიან ცუდი, ძალიან ყალბი, არაფრის მომცემი სიცრუე, რომლითაც უბრალოდ ხდება თამაში ჩვენი ერის და ჩვენი საზოგადოების კისერზე. მე მინდა დღეს თქვენ გესაუბროთ ეგრეთ წოდებულ ვითომ ძალაზე, რომლებიც თავიანთ თავს ალტიმფოს უძახის და აერთიანებს ნაძირალათა ჯგუფს და უამრავ მოტყუებულ უბრალო ადამიანს, რომლებმაც მათი რეალური სახე არ იცის. ბევრი მეტყვის ამას რომ ლაპარაკობ, რა მტკიცებულებები მაქვს, მტკიცებულებები. ბევრი იტყვის იმას, რომ აბაშენ ყველაფერი იწყება იმიდან, რომ მე ამ ხალხთან მიმართებაში საუბარი დღეს არ დამიწყია რა. საკმაოდ დიდი ხანი სამოქალაქო არეალში ვოპერირებდი ჩემი ჯგუფით. ჩემი ქვეყნის წინაშე მაქვს დამსახურება. თუ საერთოდ ომის მონაწილეობა დამსახურებად ითვლება ქვეყანაში, ისეთ ქვეყანაში, სადაც ფასეულობები აღარ არის უკვე მნიშვნელოვანი, სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და ასე შემდეგ. მაგრამ ადამიანებმა, რომლებიც დღეს გვევლინებიან ეგრეთ წოდებული ალტიმფოს დაჯგუფებად, ზუსტად ამათი დახმარებით, ამათი წყალობით მოხდა ჩემნაირი ხალხის ქვეყნიდან განდევნა და მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი ადამიანებისთვის გაკეთებული იყო პლატფორმა, ეგრეთ წოდებული პლაცდარმი, ხელისუფლებამ სივრცე გაანთავისუფლა, ზოგი ჩასვა ციხეში, როგორც იყო მაგალითად გიორგი ჭელიძე არაფრის გულისთვის ჩასვა ციხეში, ზოგი გაგუშვა პოლიტიკურ დევნაში და კიდევ უამრავი ადამიანი გაუბედურა იმისთვის, რომ ვიღაცა აი ამ გოშიებს, ამ არსებებს ქონოდათ თავისი ჭუჭყის შეთითხვნის და შეთხვზის ლეგენდა. ჩვენს ქვეყანაში პირველ დავიწყებ აქედან რა საუბარს. ჩვენს ქვეყანაში, სადაც ჩვენ თითოეულ ჩვენგანს მოიხსენება და ამას არ ჭირდება სიღრმისეული ცოდნა ჩვენი წარსული ისტორიის, თუმცა სირცხვილია, როდესაც ადამიანმა საკუთარი ქვეყნის ისტორია არ იცის. ვისაც აქვს მაგალითად თავისი პირადი ცნობიერება, რადონის მოქალაქეც არ უნდა იყოს ის, მან იცის, რომ ჩვენ ქვეყანას უახლოეს 20 წელიწადში უკაცრავად 3 ომი ჰქონდა რუსეთის ფედერაციასთან. და ყველასთვის ცნობილია ის ჩემი დამოკიდებულებაც ამ მხრივ რუსეთთან პოლიტიკის წარმოების, გეოპოლიტიკის წარმოების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ამას, რომ მე არა ვარ რადიკალურად განწყობილი ადამიანი იმ მხრივ, რომ იყოს გარკვეული პოლიტიკა, იმიტომ რომ ეს არის აუცილებელი, სახელმწიფო ვერ იარსებებს თუ არ ექნა მას სახელმწიფო მიდგომები და სახელმწიფო პოლიტიკა, თუნდაც რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სოფლიოში არ იარსებებდა საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგარეო მიდგომები და არ იარსებებდა დიპლომატია. ვინც ამ მიმართულებას უარყოფს, პირდაპირ გეტყვით, მას სახელმწიფოსთან საერთოდ არ არსებითად სახელმწიფოებრივი აზროვნება არ გააჩნია და გაპოხილია პროპაგანდით და პროპაგანდით ისევ და ისევ იმ ხალხის ჩარჩოებში, ვისაც უნდა ჩვენი ტერიტორია გამოიყენოს რუსული ინტერესების წინააღმდეგ, ოღონდ არა ქართული ინტერესებში.
ამიტომ მე მინდა აქ ამ ბლოგის სათავეშივე გავმიჯნო ორი საკითხი. ვეხები რა იმ ტიპებს, ვინც შექმნა ეგრეთ წოდებული ალტინფო და ეს დაჯგუფება ხელისუფლებას, ვამხელ მათ იმიტომ, რომ ისინი არ არიან ქართულ ინტერესებში მოძრავი ხალხი და ალტინფოს შექმნა იყო ჩვეულებრივი ფლირტი რუსეთის სადაზვერო სამსახურებთან და მეტი არაფერი რა. და დღევანდელი მდგომარეობით მაგათთვის ეგრეთ წოდებული პარტიის გაუქმება და ასე შემდეგ ეს ანალოგიური თამაში არის. მეტი არაფერი უბრალოდ ჭადრაკის დაფაზე ეს კომბინაციური ცვლილება, რომლის შედეგად ახლა თუ იცით და მოგეხსენებათ, აი ეს ეგრეთ წოდებული ჩანგალი, ესეთი კომბინაცია, როდესაც არჩევანი უხდება გადაწყვეტილების მიმღებს, რომელ ფიგურას მოკლავს უფრო დიდ ფიგურას თუ მოკლავს უფრო მცირე ფიგურას და დაიკავებს პოზიციურ სვლას. ამით ჩვეულებრივ ეს გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ როგორც შეიქმნა არაფრიდან ჭუჭყიდან, ისე ჭუჭყიანი მეთოდით გააუქმეს და ამით დაზარალდა მხოლოდ ინტერესები რა. და საქართველოში რეალური აღქმა და გააზრება დემოკრატიის და საარჩევნო პროცესის სწორე. ეხლა რა ვიცი, ახ გულახდილად გეტყვით, არც ერთ მათგანს იმხელა ინტელექტი არა აქვს, პარტიაში კი არა. ჯარში თუ ხარ დამსახურები, კურილკაში მასეთი ტერმინოლოგიით არ ლაპარაკობენ, უკაცრავად თქვენთან. ამათ რო აქვთ ინტელექტი და შესაძლებლობები და ზოგადად, ну, რა ვიცი, ახლა მიდგომები სახელმწიფოსთან მიმართებაში ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ წესიერ ქვეყანაში მაქსიმუმ ამათთვის ჩაებარებიათ ორი თხა, იმიტომ ამათ ჯოგს ვერ ჩააბარებ, ესენი აუცილებლად დაუყავენ მაგ ჯოგს, რომელსაც ჩააბარებ რა. ეს ეგრეთ წოდებული ანტინფოები. რა შეეხება მორგოშიას პერსონას მე ვიცნობ დიდი ხანი, საკმაოდ დიდი ხანი. მასთან სამწუხარო ურთიერთობის გამოცდილება, ესაა ჩვეულებრივ ჩამოყალიბებული ქართული ოცნების კლიზმა, მამუკა მდინარაძის ძმაკაცი. არ ვიცი ერთმანეთს მანქანებს ყიდულობდნენ თუ რა ვიცი როგორ იყვნენ ერთმანეთში გადახლართული, მაგრამ ამ ადამიანს მე ვხედავდი ქართული მარშის საზოგადოებრივ მოძრაობასთან რაღაცნაირად ცდილობდა თავის გამოჩენას, იქ რაღაცა ხტოდა უშნოდ, უაზროდ თითოეულ ჩვენგვანს გვეხვეწებოდა, რომ ის ჩვენ ლაივებში მისი სახელი გვეხსენებია, რომ ქონდა მაგარი გავლენები, რომ ქვეყანას დაეხმარებოდა. რა თქმა უნდა, თავიდან ამას ბევრი ვინმე არ იცნობდა რა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის ცნობილი გახდა მის მერე, რომ რა თამაშებსაც ეწეოდა. აი მაგალითად რა თამაშებს ეწეოდა ცნობისთვის რა. ერთ-ერთი დამახასიათებელი სიყალბის ყველაზე სწორი ფორმა არის ადამიანი აღიქვა ფსევდოდისიდენციით რა. აი, როდესაც შეიკრებებოდა აქციები, მორგოშია წინასწარ იყო შეთანხმებული პოლიციელებთან, უშიშროებასთან და მოვიდოდნენ, დაიჭერდნენ მორგოშიას და მე ნახევარ საათში გამოუშვებდნენ. მე დადგებოდა ამ კამერების წინ და ლაპარაკობდა რა მაგალი ბიჭი იყო მორგოშია, როგორ ეწირებოდა ქართული ინტერესებს და შემდეგ და ეს იყო უკანასკნელი ნაბიჯი, როდესაც მე ეს ყველაფერი შევნიშნე, არაერთხელ მომიწია მისვლა თბილისის მთავარ სამმართველოში, მიმიყვანეს დაკითხვაზე და მათ შორის საოცრება რა იყო, იცით, როდესაც მედიოდი იქ ეს იყო პოლიციის დანაყოფი, არასოდეს მე არ მკითხავდა პოლიციის დანაყოფი, ყოველთვის მე ჩემს დაკითხვას აწარმოებდა სახელმწიფო უშიშროების სამსახური და მე ცუც იმათ მიმართ ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ საკმაოდ ძილობიანად ასრულებდნენ თავის საქმეს. ფორმა იყო რა თქმა უნდა, როგორც არასახელმწიფოებრივი, ისე არაადამიანური და არასწორი. ბოდიშების მოხდით, ну რა ვქნა, ჩვენ ფორმალობა გვაქვს და უნდა და მორგოშია რისთვის მიყავდათ იქ და რისთვის მოყავდათ, არ ვიცი, ვერ გეტყვით. სხვათა შორის მე იქ ვიკითხებოდი იმის გამო რა განცხადებებსაც ვაკეთებდი საქართველოში, ეს იყო ხელისუფლებასთან მიმართებაში ჩადენილი დანაშაულებები, ანუ ხელისუფლება რასაც ჩადიოდა ანტისახელმწიფოებრივი მიდგომების, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, საკადრო პოლიტიკის მიმართულებით და ეს იყო მხილება სტრატეგიული რა და უცებ გამოჩნდებოდა მორგოშია, ყოველთვის აკეთებდა ახალგაზრდებში პროვოცირებას, იმიტომ რომ ყოფილიყო მეტი დესტრუქცია და ასე შემდეგ და ბევრ ადამიანთან ჩვენ ამასთან მიმართებაში საუბარი გქონდა. აი მაგალითად, როდესაც ვამხილე ერთ-ერთი ფაქტი იყო ძალიან მოკლე პრეისტორიას ვახდენ, რომ ბაგრატის მიმდებარე ტერიტორიაზე ციტადელის ნაწილი გაყიდეს, ხო? კავშირზე გამოვიდა მორგოშია, გვითხრა კულტურის სამინისტროში, მისვლა მივედით კულტურის სამინისტროში, საოცარი ფაქტი ნახეთ იქ, ვიღაცა გამოსირებული სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დაგვიხვდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქებდა იმის გულისთვის საყრდესით დაანგრია და ამ სამინისტროში დაგვხვდა მორგოშიას ცოლი დასაქმებული
გვთავაზობდნენ რაღაცა გარიგებას, რომ ეს ასე არ მომხდარა, რომ ჩვენ ბევრი წიგნები დავწერეთ, რომ ჩვენ ქვეყნის კულტურას და ისტორიას ვემსახურებთ, რაღაც სიყალბეები რა. ნუ ერთი სიტყვით ჩვენთვის ახლა რა განსხვავება ჩემთვის პირადად მორგოშია შეჭამს ქვეყნის ბიუჯეტს თუ მასთან მისი ირგვლივ აფილირებული ტიპები თუ იზორია და მისი ჩათლახი ცოლი. ჩემთვის მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ ეს ადამიანი ყოველთვის იყო ქართული ოცნების ტრაქში, ყოველთვის იყო მოღალატეობრივი ნებისმიერი იდეის, რომელშიც ახალგაზრდები იდგნენ, აგერ ბოლოს, ბოლო მომენტი რაც იყო, ხა წარმოიდგინეთ თქვენ მე ამაზე ვილაპარაკე და კიდევ ერთხელ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ახლა ვინც არიან მაგის მეტაურობით, ლაპარაკობენ იმას, რომ თუ ქრისტიანული ღირებულებები გააჩნიათ და რაღაცა და არ ვიცი, ქრისტიანობაში თუ რამე არის მთავარი, ეს ერთადერთი არის იმ ევქარისტიული ღირებების დაცვა, რაც გააჩნია მართლმადიდებლურ ეკლესიას და იმ საიდუმლოების დაცვა, მათ შორის ერთ-ერთი არის ნათლობის საიდუმლო. ნათლიად ყავდა კაცი არჩეული, ამ როგორ მაგალითად სანდრო ბრეგაძე, ერთი შვილის ნათლიად, მეორე შვილის ნათლიად მწვალებელი და მკვლელი კოდუას ძმა, ერთი ნაცი, მეორე კონსერვატორიული იდეების მატარებელი და მესამე კიდე ემზარკვიციანი და აი ესე ყავდა ადამიანები არჩეული, რომელი თანამდებობის მიხედვით იყო, რომელი იდეის მიხედვით იყო, როგორ ჭირდებოდა, რანაირად ჭირდებოდა და ეს მარტო არ არის რა, მთავარი. იცით რას აკეთებდა მე? საკუთარი შვილის ნათლიებს ღალატობდა, ამას მე ვერავინ არ დავარქვა, მოღალატეობის ფორმის განცდა არსებობს და ქმედება არსებობს სხვადასხვანაირი, მაგრამ აი მაგალითად კოდუა ის ალექსანდრა პაიჭაძის ქმარი რო იყო, მისი შვილი ნათლია, აი ესე ვიტყვი პირდაპირ, გადააგდო ფულში მოატყუა კაცი და მოპარა ფული, საკუთარი შვილის ნათლიას. ახლა ვიღაცა შეიძლება მოწონს კოდუა, ვიღაცა შეიძლება არ მოსწონს კოდუა, მაგრამ საკუთარი შვილის ნათლიას რო ფულს პარავ, ამაზე დიდი ნაძირლობა უბრალოდ არ შეიძლება სხვა რაღაცა იყოს რა. ანალოგიური გაუგეთა სანდრო ბრეგაძესაც უშიშროების დავალებით ძალიან სერიოზული სურვილი ჰქონდა იმისი, რომ მაგალითად მოეხდინა თვით ლიდერშიპის ხელში ჩაგდება და ბრეგაძეს უთხრა შენო გაიცი, ახლა მე უნდა ვიყო აქ უფროსიო და ადამიანი რომელიც მიიყვანა ამ პოლიტიკაში დაასაკმა, ჩართო, ასწავლა, მიმართულება მისცა, საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოიყვანა ბრეგაძე მორგოშია, მოუნდომა ბრეგაძის ჩაძირვა და დაიწყო უზარმაზარი ჭუჭყის მართვა მასთან მიმართებაში და ეს უზარმაზარი ჭუჭყი გამოწვეული იყო მის გვერდით მყოფ აფილირებულ ტიპებში, რომელიც მორგოშია მიიყვანა იმ მოძრაობაში, რასაც ქართული მარშის მოძრაობა ქვიოდა. ესენი იყვნენ ბექა ვარდოსანიძე, ესენი იყო ეს ნინული ქავთარაძე, ერთი ცნობილი მეტრაკე და არატრადიციული ურთიერთობების ადამიანი, ბექა ვარდოსანიძე ცნობილი მათ შორის და მეორე ძალიან ცნობილი ბოზი, მინეჩიცა, მკადრებელი ყველაფრის და რა ვიცი ხა ბოლოს ისეთ დეზინფორმაციას ურცელებდა, აი სანამდე მორგოშია გამოვიდა და სიტყვით და ილაპარაკებდა იმას, რომ მაგალითად მისთვის უნდა გადაბრებულიყო უკვე სისტემა, მანამდე ეს მისი პატრახელები ახდენდნენ იმას, რომ აი როგორც უნდა ეპყრობოდა ბრეგაძე, აი მაგალითად გიორგი ამ ნინული ვარდოსანიძეს რა. ახლა ვიღაცა შეიძლება მოსწონს ბრეგაძე, ვიღაცა შეიძლება არ მოსწონს ბრეგაძე, მაგრამ მე როგორც მორგოშიას ვიცნობ, ისე ვიცნობ ბრეგაძეს და ბრეგაძის ბილწის სიტყვა მე არასოდეს არც ოფისში და არც ოფის გარეთ მე არ გამიგონია როგორც ასეთი ბილწის სიტყვა რა და ქალების მიმართ ბრეგაძის დამოკიდებულება, რასაც ახლა ბევრი უამრავი მათგანია და დამიდასტურებს, ვისაც მასთან ქონია ურთიერთობა, არასდროს არ გასულა ის ცივილურ ფორმებს. ეს არის უბრალოდ ფორმა. მე იმას არ ვამბობ, ვინ უნდა მოსწონდეს და როგორ უნდა მოსწონდეს, ეს სიმართლე. ადამიანს, რომელსაც შეუძლია მის მეგობარს, მის ნათლი მამას ასეთი სიცრუის ჭორი აუგოროს, ხო, ის ვერასოდეს ვერ გახდება ლიდერი და ვერასოდეს ვერ იქნება პოლიტიკაში ნომერი პირველობისთვის დაბადებული ადამიანი. მე არა მაქვს იმის განცდა, რომ ადამიანი მაინც ასეთი უნდა იყო, რამის რომ მიაღწიო, მაგრამ მისი მორალური და პრინციპული ღირებულებებით ვერასოდეს ვერ გაუსწორდება ის იმ სივრცეს, რომლითაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს მიმადლებული რამის მართვისა და კონტროლის ნიჭი. არა, ეს ამასთან მიმართებაში ეს ყველაფერი იყო ყოველთვის პირიქით შემოკარგებო.
რთულია ახლა ამ დეტალებს ყველაფერში წაყვე, მაგრამ აი როგორი მე შემთხვევა იყო, იცი? ადამიანები, ვინც ცნობილი ვიყავით საზოგადოებისთვის, უცებ ამოგვიგებოდა გვერდზე, მოგვაბრუნებდა და ეს მისი ბექა ვარდოსანიძე წინასწარ ჩასაფრებული ყავდა და გვიღებდა სურათებს რა. საოცარი ტიპი იყო, აი მაგალითად რაც ჩვენს მიერ გაპროტესტებოდა, ჩემს მიერ მაგალითად მოვიდოდა და ცდილობდა ამ თემაზე ჩამოეგდო ლაპარაკი, აი მაგალითად რო ამბობდი რომ საქართველოს არ უნდა დაანგრიოს და გაყიდოს სამხედრო ავიაცია, ეს მოვიდოდა და დაიწყებდა ლაპარაკს რომ მაგალითად რო გაიყიდოს სამხედრო ავიაცია, მერე რა და აი შენ რო თუ გაჩუმდები რა, მერე როგორ. რაღაცა ესეთი იდიოტობებს ჰქონდა ადგილი და მე ამ ადამიანს პირდაპირ დავახვევიე, მაშინ როდესაც თბილისში ერთ-ერთ კალონკაზე მე და ლაშა ამირ რეჯიბიცის იქ იყო დამეთანხმება, ეს ცდილობდა დიალოგის ისეთ ფორმატში წაყვანას, რომ ჩვენთან ერთად უნდა გაეკეთებია ამას რაღაცა, ამას იდეაში ჰქონდა ჩადებული ესეთი რაღაცა, რომ თურმე მე უნდა ყოფილიყავი ამ გამოყლებებული ალტინფოს მაპატიეთ თქვენთან ერთ-ერთი წევრი, ღმერთმა დამიფაროს რა. როგორც კი ასეთი ნეგატიური აზრი დავაფიქსირე, მაშინ მაგ ორგანიზაციის იდეებში მე არ ჩავძირულო ვარ, მე ერთადერთი რაც იყო ამას არ დავმალავ, ქონდა ესეთი შეხედულება იმისი რომ რამე კარგი გაკეთებული იყო ქვეყანასთან მიმართებაში, ჯერ კიდე არ ვიცოდი ტეგვინ იყო, აი ვთქვათ კავკასიური ერთობის მიმართულებით და მომხდარ იყო აი გვამების გადმოსვენება, ვინც იყო აფხაზეთის საცხინვალის ომის დროს დაღუპული და რა თქმა უნდა მე ჩემი ორგანიზაციით და ჩემი პიროვნული ხასიათებით ვერასდროს ვერ ვიქნებოდი ამის წინააღმდეგი თუ გვამები დაუბრუნდებოდნენ მართლა ის გმირი ბიჭები საკუთარ ოჯახებს და ამ მიმართულებით მე თვითონ აი გულახდილად გეუბნები მე თვითონ შევიმუშავე ორგანიზაციის წესდება მე თვითონ შევიმუშავე ორგანიზაციის ლოგო მაგან გადაიხადა ფული მაგან დაიყენა თავი პრეზიდენტად და მე და ლაშა მირეჯიბამ მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს რადგან ეს პროცესი დაწყებული იყო რა და რომელი თქვენგანი იქნებოდა წინააღმდეგი რომ ესეთი პროცესი დაწყებული იყო. მაგრამ რეალობაში ესეთი რაღაცა არ გააკეთა და ვერც გააკეთებდა მე როგორც მივხვდით, იმიტომ რომ ეს იყო ყველაფერი მისი ფეტიშისთვის გაკეთებული ამბავი, იმიტომ რომ ვიღაცას ეთქვა რომ აი მორგოში არის რაღაცის პრეზიდენტი და ორგანიზაციის თავმჯდომარე. ეს იყო ბლეფი. მორგოში არასდროს არავინ და არაფერი არ ყოფილა, ეს არის დაბალი ინტელექტის, დაბალი განვითარების, მაგრამ ტრაქში კარგად მძრომელი ტიპი და იმის იქეთ არავინ. Всё, ინსტრუქციებით იმართებოდა ქართული ოცნების, აი გულახდილად გეტყვით, იმ დღეს, როდესაც ხალხი დაიჭირეს არაფრის გულისთვის ღვთისმშობლის შეურაცხყოფის გამო რუსთავი ორს მიადგნენ. საოცარი რაღაცა მოხდა, მორგოში ამ ჩაკეტა გზა თავისი მანქანით, რომ გასასვლელი არ ქონოდათ ამ ბიჭებს. ყველა შვიდით ჩასვეს ციხეში და იმ ჯგუფიდან, რა თქმა უნდა, მხოლოდ ვინ არ დაიჭირეს, ალბათ მიხვდებით, ესაა მორგოშია. ანუ, როდესაც ეს ადამიანი ნახევარსაათში გამოსაშვები არ იყო, ამას ხელს არავინ არ ადებდა. მაგრამ ამის პროვოკაციით იჭერდნენ, რა თქმა უნდა, უბრალო ადამიანებს, რა. ახლა რა არის, იცი? საპატრიარქო მის გვერდზე ყოფი მორგოშიას მამაოები ასე უძახი მე რო თავზე დამესხნენ ერთ-ერთი პირი იყო რომელიც ჩემთან კონტაქტში შემოვიდა და შემდეგ ჩემ თავდამსხმელებს მისი ეგრეთ წოდებული ადვოკატი ვიღაცა მარიამ კუბლაშვილი დაუყენა ის ქართველი არ არის ქისტია მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს გადაკეთებული მოღალატეების დაჯგუფება მის ირგვლივ მაგრად ტრიალებს მახარაძეების და ვიღაცა მარტინენკოების ჩათვლით ის ისეთი ქართველია როგორც მე ვარ ახლა აფროამერიკელი რა ხო და ესეთია მოცემულობა ნუ ახლა ამ ბლოგს დავარქვი მიზანმიმართულად სახელი სამპროჭთა კავშირი ხო პროჭები არიან ესენი აბა ვინ არიან ესენი არის ყველაზე საზიზღარი ადამიანები ქვეყნის მოღალატეები და მტრები ამ ვასაძესთან მიმართებაში ეს ვასაძე ჩვეულებრივი მილიონერი მორგოშიას ერთლარად ჰქონდა ქართული მიწები ნაყიდი და კიდე ერთხელ ვიტყვი რა ადამიანი რომელიც ყიდულობს ერთლარად მიწებს და ქართულ მიწებს თუნდაც ერთლარად ყიდულობდეს და ყიდიდეს ის არის ქვეყნის მოღალატე რა იმიტომ რომ საქართველოს და ქართველებს მიწა ერთლარად არც საყიდელი აქვს და არც გასაყიდელი აქვს ჩემო კარგებო აი ესე არის ეს ამბავი ეს ვასაძე მასთან ყოფი იდეაში ვასაძე ყველაზე საზიზღარი ტიპი თუ შეიძლება ასე ითქვას მილიონერი არავინ არ იცის რეალობაში რა წარსულის კაცი როგორ ფულნაშოვი როგორც ბიძინა ივანიშვილი რაღაცა იდეებით შეპყრობილი რომ თითქოს ფეოდალია ამ დროს ვასაძეები მაბადიოს ამ გვარში ბევრი ცუდია და ბევრი კაია მაგრამ არც თავადები და არც აზნაურები არასოდეს არ ყოფილან
ვასაძები, ვინც იცნობს ქვეყნის ისტორიას რა. ამიტომ თუ ვინმეს ამ ვასაძისთვის კარგი სტრაგი აქვს მოსატყნელი, თვითონ ამ ვასაძეებს აქვს მოსატყნელი, იმიტომ რომ მაგის წყალობით მისი გვარი ლამის აგინებელი გახდა საქართველოში რა, ისეთ პროჭობებს აკეთებს რა. წარმოუდგენელია რა, ვიღაცამ პირად საკუთრებაში შეისრულოს საქართველოს საპატრიარქო. და შეისრულდა ნამდვილად, იმიტომ რომ ეს ჯაღმაიძე, რომელიც იქ რუსეთიდან მოგვევლინა ჩვენ პრესამსახურის უფროსად ანდრეაძის შემდეგ, ანდრეაძის კაი ბუკეტი იყო, მაგრამ ის განსაკუთრებით ასე ვასაძეების და მორგოშიების აქციაზე გამოჩნდებოდა, გამოწვევდა იმიდან მრავალ ათასიანი ჯიპიდან ხელს და აკურთხებდა ხალხს ჯიპიდან კურთხევა, ეს ახალი ფორმა არის საქრისტიანოში და მართლმადიდებლურ სამყაროში, რო იცოდეთ ეს მათი ფორმა, ნათლი მირონების გაყიდვა, ესეც ახალი ფორმაა და ჯიპიდან კურთხევა კიდე ახალი ფორმაა, მაგრამ ეს ამით არ მთავრდება, იცით, მთელი უბედურება რა, ეს არის ანგარებაზე დაფუძნებული ურთიერთობები და მე რო ვერ ყვევოდი ამ ყველაფერში საოცრად გული მტკიოდა პირველ რიგში და მე მეორე რიგში გაოცებული ვრჩებოდი, რომ როგორ შეიძლება ქრისტეს მადლი გაყიდოს კაცმა იმაში, რომ თურმე აღმოაჩინე ეს მამაოდ წოდებული ყანდური, ეს ნაძირალა ჯაღმაიძე ყოფილა ამ ვასაძის ეგრეთ წოდებულ სკოლაში დასაქმებული ეშმაკმაიცის რად და იქ თურმე სოლიდურ თანხაზღებულობს და მისი ეგრეთ წოდებული პოლიტიკური აქტივობა ამათ აქციებზე ჩვეულებრივ ნაყიდი იყო და სკოლას რო ჩავხედე $10,000 არის საჭირო რომ ბავშვმა ისწავლოს და თქვენ ვერ მონახავთ იქ ღირსეული ადამიანის შვილებს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რომლებიც ამდენი როგორც ვახსენებ ბლოგის სათავეში რა უახლოესო წელიწადში 3 ომი გქონდა ქვეყანაში და არც ერთი დაღუპული ვეტერანის შვილი არ სწავლობს, არც ერთი სოციალურად დაუცველი ადამიანის შვილი არ სწავლობს. ესეთ ადამიანებს ვერ ნახავთ რაღაცა შექმნილი აქვს თავისი ხუნტა, მე ახლა ვერ ვიტყვი რომ ეგ მაგალითად სწავლა რა ვიცი რატო უნდა იყოს ცუდია მოსწავლისთვის, რომლის მშობელიც $10,000 ეკვივალენტის ლარს გადაიხდის, მაგრამ იცით რა არის სინამდვილეში რას იძლევა ასეთი გარემო, სადაც ჯაღმაიძის ნაირი მოღალატეები ზიან, ხდა გელაპარაკებიან თქვენ ღმერთის სახელიდან, ის კმარა მარტო რომ ბიბლია იკითხო, ბიბლიას ბოლო ჟამს ეშმაკის წაიკითხავსო სოლომონის ტაძარში და ეს იცის ყველამ და იცანით ბრჭყალები რო გამოუავდა, ხა მე არ ვიცი ბრჭყალებზე ვერავის ვერ დავაკვირდები, მაგრამ ფაქტი ერთია რა, სადაც რო ჭამენ, იქ რო ჯვამენ, ეს ყველამ იცის და ყველას მოეხსენება. არ ვიცი, ჩემო კარგებო, აი ამათი კავშირი, საპატრიარქოს კავშირი, მორგოშიას კავშირი, კავშირი ვასაძესთან და აგერ ახალი ფორმა გამოავლინეს კიდე, აგერ ჩვენ პარტია გაგვიუქმესო მორგოშია ეძახის და ახლა ავდგებითო ჩვენო და ჩაჩუას შეუძვრებით და ჩაჩუასთან გადავალთ. ისიც საპატრიარქოდან მართული ერთ-ერთი თოჯინა მე საიდან ვიცი, გულახდილად შეხება რო არ მქონოდა არავისთან და რო არ მწოდნოდა ვინვინა, მე ამას რა თქმა უნდა ასეთ დონეზე მე არასოდეს ჩემო კარგებო, მაგას არ ვიკადრებ სათქმელად რა, მაგრამ რომ მქონდა შეხება და აქარო ვდგავარ და სხვაგვარად რო არ ძალმიც რა გავაკეთო რა. აი მაგალითად ერთ პატარა ეპიზოდს მოგიყვებით, რა ვიცი, ქართული იდეის ტელევიზია ქონდა და როდესაც ქართულმა ოცნებამ ამ ირმაყლინაშვილის და ტრაქფხალმოურავის ეგრეთ წოდებულმა სუბიექტივმა და ბევრმა ამ პატარა საზიზღრობებმა, რომლებიც თავს ტელევიზიას ეძახდა უარი გვითხრეს სიმართლის გაშუქებაზე, რასაც ვახდენდით თავის დროზე, აწყობდა რა თქმა უნდა ჩვენთან საუბარი, მაგრამ მე რო შეხედეს, რომ ეს პრობლემა იყო ხელისუფლებისთვის და უშიშროებიდან მიიღეს დავალება, რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე უარი თქვეს და მაშინ ავდექი და მივედით ამ ჩაჩუასთან დაგვით შენი ეთერი ვილაპარაკოთ სიმართლე რა, წარმოუდგენელი ადამიანმა ამათთან ხელით იბრძოლო ამ ნაძირლებთან ქართულ ეგ საქართველოს სათავეში მყოფ ნაძირალათა პროპაგანდასთან და პლუს ამას კონდეს ტელევიზია და კონდეს რაღაცა ეს შეუძლია თუ ვინმე ბიუჯეტზე არა მიკერებული თუ ვინმე არ ძარცვავდა ემიგრანტებს ყველა ემიგრანტს ძარცვავდა
ყველა აი ამ სასტავიდან, მორგოშიებიდან დაწყებული, აი ამიდან დამთავრებული, ვინც ამ იმაში თემაში ტრიალებდა, ყველა იყო ჩამოკიდებული ემიგრანტების, აი 300 ლარი გადმომირიცხა, 200 ლარი გადმომირიცხა, 200 ევრო გადმომირიცხა. აი ესე იყვნენ ეს პარტიებზე მაქვს ლაპარაკი თუ რა იქ პიროვნულად ვინ ვის რას უგზავნის და აძლევს ეს მისი პირადი საქმეა, მაგრამ როდესაც ორგანიზაცია გააქვს და როდესაც ლაპარაკობ ორგანიზაციის სახელით და ატყავებ უბრალო ადამიანებს, ხო, უბრალოდ ეგ ყველაფერი არის თაღლითობა არის და ამაზე სპეციალური მუხლი უნდა არსებობდეს, არ შეიძლება ესე საზოგადოებრივი ცხოვრებით გაძარცვო ქვეყნიდან გაქცეული ემიგრანტი იმის გულისთვის, რომ მისი შემოწირულობა ბრჭყალებში მიიღო ვითომ საქმის აკეთებლად. და სინამდვილეში ხელისუფლებიდან ცალკე წველიდნენ ფულს, ემიგრაციიდან კიდევ ცალკე წველიდნენ ფულს და აი ესე ბრყობოდნენ ამ გასაცოდავებულ, გამათხოვრებულ და წაქცეულ ადამიანებს და მე ნუ რა თქმა უნდა, როცა მივედი ამ ჩაჩუვასთან, იმას საერთოდ დიდი ბუნაგი ქონდა გახსნილი ამ ემიგრანტ მათხოვრობის რა, ეს ცალკე ისაა რა. კი პასუხებთ, აგერ ჩემო კარგებო, ყველას ვერ პასუხობ რა. დაგვთანხმდა რა თქმა უნდა ამ ეთერის წარმოებაზე და დაუძახე, მაშინ მე იქ 8 აგვისტო ახლოვდებოდა და ძალიან მძიმე დღეები იყო, ომის დღეები და თქვენ მოგეხსენებათ რა ღალატი გაკეთდა მაშინ საქართველოში, რუსებს რო თავი გავანებოთ, იმ ხელა ღალატი გაკეთდა საქართველოში, რომ რა ვიცი, აგერ მოდის 8 აგვისტო და ეთყობა გავეხსენებთ, მაგაზე ვილაპარაკებთ კიდე, მაგრამ რა ვიცი, ვისაც არ უნახიათ ეგ ეთერი, აუცილებლად უნდა ნახოთ, საათნახევრიანი ეთერია 2008 წლის ომის მონაწილესთან, უჩა გუგუჩიასთან ერთად, ესაა ოფიცერი, რომელიც ჩარჩა მტრის ზურგში მაშინ და იქედან გამოვიდა, რა ვიცი, სასწაულებრივად და რაც ნახა ამ ბიჭმა, აი ამ შინდისის საბრძოლო მოქმედებების არაღიარებული გმირია, პირდაპირ გეტყვით რა. მათი დაცხრილვაც ნახა, მათი ისიც ნახა, ყველაფერი ამ ყველაფერს უყურა რა. იმ უნიანმა თავი როგორ აიფეთქა, თვითონ არის მომსწრე ამ ყველაფრის რა მდგომარეობაში იყო კაცი და ნუ ამ ეთერში ვილაპარაკეთ ძალიან მძიმედ ეს ყველაფერი, მე როგორ მოექცნენ ამ ბიჭს, როგორ გამოაგდეს შეიარაღებული ძალებიდან ამ მოღალატეებმა, ნაციონალურმა მოძრაობამ და დღეს ის კაცი ღარიბაშვილს რო უჯდა იქ პარლამენტიდან რო გამოექცათ ქოცებს ჩაჩიბაია, რომელმაც ერთლარად მიიღო. აი მე არ ვაკეთებ რა, რაღაც ხაპრებს კი არ ვიგონებ, აგერ არის საჯარო რეესტრი, როგორც მორგოშიას ჰქონდა ერთლარად მიწები ნაყიდი, ისე ჩაჩიბაიასთვის სააკაშვილს ჰქონდა ერთლარად ნაყიდი გადაცემული მიწები აგვისტოს მოვლენების დროს, აგვისტოს თვე დამთავრებული წალიყო კონჯორტ აბახმელაში სააკაშვილს ჩაჩიბაიასთვის მიწები რო ჰქონდა ნაყიდი და რომდენად გავიჩო, თქვენ დედატირებულებო რა, შვილი მიკვდება იმ მდგომარეობაში ვარო და დამეხმარეთ, რამე ხომ მიცნობთ მაინც პირად, არ მასაქმებთ, დამეხმარეთ მაინც და 5 ლარი გამოატანა შვილის გადასარჩენად ადიუტანტს და 5 ლარი ჩაუდო ხელში და არავინ არ იფიქროს, რომ ჩვენ ეს 5 ლარი უკან არ მიუტანეთ რა, მიუტანეთ იმ თავდაცვის სამინისტროსთან და შევთხარეთ დედამის ჩაჩიბაიას გამზრდელ დედას უკანაში, რო იცოდეთ ეს იმდენად მძიმე იყო ეს ეთერი, და იმდენად მტკივნეული იყო ეს ეთერი, როგორც კი ეს ეთერი, ეს გადაცემა გავიდა იმაში ჩაჩუამ და მისმა ეგრეთ წოდებულმა ქართულმა იდეამ, იმას ქართული იდეის არაფერი არ ცხია და არა აქვს, კატეგორიული უარი განაცხადა ამ გადაცემის გაგრძელებაზე, რომ ანალოგიური გადაცემები ჩაწერილიყო და დადებულიყო სიმართლის სახით. ახლა მე აქედან თუ მისმენს თვითონ ვიცი რომ მომისმენს, ახლა შანსი არ არის რომ მომისმენს, ახლა შენი ტრაკის მოთამაშე ერთი ადგილიც არ იქნა რა, შენ რომ მართლა ქართულ იდეას და ქართულ იმას ემსახურებოდე, შენ სიმართლის ლაპარაკი შეგეშინდებოდა, ბიჭო? შეგეშინდება, რას ვიგონებ, აგერ არის ის გადაცემა თქვენი ტელევიზიის ლოგო ადევს და ყველაფერი. მე სად გაიპარეთ იმასავით, მარტის თოვლივით. სად დაიმალეთ, როგორ შეგეშინდათ სიმართლის ლაპარაკი, როგორ გაგიჭირდათ სიმართლის მსახურება. წადი ახლა და გიგზავნოს მაგ ემიგრანტებმა საროჭკები, იგზავნოს ემიგრანტებმა ტრუსიკები და კიდე ბევრი რამე ვიცი და არ მინდა ახლა მაგი ვილაპარაკო, იმიტომ რომ არ მინდა პიროვნულში გადავიდე რა. მაგრამ მორგოშია შენთან გაერთიანდება, შენ პარტიას აჩუქებ თუ რას გააკეთებ?
მე ეს არ ვიცი, მაგრამ თქვენ რო ქართული ოცნების და ერთ-ერთი ქვეყნის ყველასთვის ცნობილი სპეცსამსახურების ქმნილება რო ხართ, ეს ყველამ ვიცით და ყველას მოგვიხსენება ძალიან კარგად რა. აი ამის თქმა მინდა მე ჩემო კარგო რა. აი ეს მინდა მე გითხრათ თითეულ თქვენგანს რომ იცოდეთ რომ თქვენ არ მოტყუდეთ რა. აი არ უნდა მოტყუდეთ. თუ მოტყუდებით და თუ თქვენ დაუჯერებთ ამათ მე არ მინდა ხა იქ ტიპებს შევეხო დიმიტრი ლოფკიფანიძეს და ასე და ეგენი ერთი ჯგუფები არიან. ესენი მე არსად არ დამინახიან უბრალო ადამიანების გვერდზე მცველებად, რა ვიცი, ხმალამოღებული მათი გამშუქებელი იყო ეს მეტრაკე ბეკავერდოსანიძე, მე რომელიც საპატრიარქოს დაუპირისპირდა უშიშროების დავალებით, მე ვიყავი მონსტრე როგორც სემა საზიზღრად იმის მეტრაკეობის გამო როგორ გაილახა მე სამწუხაროდ მე არ ვიცოდი მაშინ ეგამბავი, იმიტომ რომ პირველ რიგში რასაც ვერიდებოდი ეს იყო რომ პროვოკაცია არ მომხდარიყო, მაგას ვაქცევდი პირადად ყურადღებას რა, როდესაც იყო საზოგადოებრივი მოძრაობა და რო იცემა ეს ბეკავარდოსანიძე და გასისხლიან და მე გადავარჩინე კიდევ უფრო ფატალურ მდგომარეობას და მე ჩავდე კიშვაში და დამეთანხმება აგერ გიორგი ჭელიძის სასწავლე ვინც იყო რთულ გაჩერდნენ, იმიტომ რომ მე ვიყავი იქ. და კიდე იყო იქ სოდოს ვერ დავმალავს სადღობელაშვილმა გაათრია ხელით. თუ არა მაგას მოუტყავდნენ დედის ტრაქს. ეს არის რეალობა. ხო და მე აღმოვაჩინე ეს ხალხი საპატრიარქოს პიკაპის კუზაოზე შეყრილები. მე არ მინდა ხა პირად ამბავზე ვილაპარაკო, მაგრამ ადამიანი როდესაც მისული ხარ შენი ღირსებით და ერის მსახურებით და იმითი არ უნდა იყო იქ ორგიებით დაკავებული და სექსუალური გართობებით რა, თორე ხა არავის ლოგინში მე არ ვიყურები რა. ამიტომ ვინც ერთობოდა მაგნინულათი და ნინულას პირით, ხო? იმ ხალხს მინდა აქედან შეუთვალო. სადაც არ უნდა იჯდნენ, ტრაკები დააყენით რა. თქვენ ჯერ მარტო ის არ უნდა გეპატიოთ, რაც გააკეთეთ აი ვიღაც ამ წერს ახლა ალტიმფუელი ხარო? რა ვიცი ბატონო გუჯა. ალბათ თავიდან უნდა უყუროთ თქვენ ამ ბლოგს და მიხვდებით რა. მე არაველი ვარ, მე ვარ ქართველი. ალტიმფუელი მე არა ვარ. და ესეც მოძრაობას მე არ ვიცნობ. ყოველ შემთხვევაში თუ ცნობით შეიძლება ბევრ რამეს ვიცნობ. და თავისთავად როდესაც მე ვლაპარაკობ ამ საზიზღარ მასტებზე, ამ საზიზღარ ქმნილებებზე, რომლებიც ძალიან უბრალოდ ატყუებენ უამრავ ადამიანს, ხო? მიხდება ლაპარაკი იმაზე, რამდენად აუცილებელია ქვეყანაში კონდაზვერვის არსებობა და არსებობა სპეცსამსახურების და ისეთი სამსახურების, რომელიც კონსტიტუციური ორგანოები არის, ხო? ეს არის ჩვეულებრივი ტერორიზმი, როდესაც შენ ქვეყანაში იქნება ესეთი ორგანიზაცია ანტიკონსტიტუციური და გინგრებს შენ საზოგადოებას და შემოდის და გართმევს ყველაფრის უფლებას, ხო? მე არ ვიცი. წავიდა ტიპი ერთხელ მოსკოვში, წავიდა მეორე ტიპი მოსკოვში, მე იქაც ვიღაცების ჩაძირვა მოინდომა, იმიტომ რომ ამას სხვა ესეთი ტიპები ყოველთვის ბიზნესს აკეთებენ ამ პოლიტიკით რა. და საბოლოო ჯამში ამოარტყეს იქიდან ტრაქში პანჩური, მიხვდნენ, რომ ეს რა თქმა უნდა იმის თოჯინადაც არ ვარგოდა, რისთვისაც იყენებდნენ და დეპორტით გამოუშვეს უკან ეს და თავისი ჯგუფი რუსეთის ფედერაციიდან. აი ასე დაამთავრა თავისი პოლიტიკური კარიერა. ალტინფოზე რო ლაპარაკობდი, მაგიტომ გითხე, პირველად გიყურებთ. მოგესალმებით ბატონო გუჯა, მეც თქვენ გპასუხობთ, რომ დიახ, მე ვსაუბრობ ამ ეგრეთ წოდებულ ორგანიზაციაზე, ამიტომ მე ახლა ძალიან ბევრი ვილაპარაკე. 33 წუთია ჩვენი ლაივ ეთერი მიდის, ვიყურებს ბევრი ადამიანი და თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ ამ პროცესებს, რასაც მე ამ ხალხზე ვლაპარაკობ. მე ვაგრძელებ ჩემს საუბარს ქვეყანაში სპეცსამსახურის, რეალური სპეცსამსახურის და გამტარის ქართული ქვეყნის ინტერესების არსებობის შესახებ, რომ უნდა არსებობდეს, მაგრამ ნუ ახლა რომელი სპეცსამსახური უნდა არსებობდეს და რომელი კონტრდაზვერვა უნდა არსებობდეს, რომელიც თვითონ ქმნიდა ასეთ ორგანიზაციებს, ხო? ვინ აუკრძალავდა ამათ ოპერირებას, რა თქმა უნდა, არავინ.
კაბერი მეუბნება შენ რო ლაპარაკობ ამას საიდან იცი და როგორ არ იცი და რა იცი და ჩვენ საიდან არ უნდა ვიცოდე სპეციფიურად მე ჯანდაცვის მიმართულებით კი არ მუშაობდი და კი არ მქონდა შექმნილი ორგანიზაცია მე ვიყავი ხელმძღვანელი პირი მეთაური არასამთავრობო ორგანიზაციის რომელიც იყო შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი აი ეს არის ეს ორგანიზაცია მე უამრავჯერ პარლამენტში ამათ დავპირისპირები ვარ მათი მოღალატეობრივი მოქმედებებიდან გამომდინარე მე ზუსტად ვიცოდი და ვიცი არა მარტო არმიის პირადი შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია და მათი ქმედებების შესახებ არამედ უშიშროება პოლიცია ესენი ჩემი კონტროლის ოპერირებაში შემოდიოდნენ და დეტალურად ვიცოდი მე ცოდვას ვერ ვიტყვი რომ ამ პოლიციის თანამშრომლები ან უშიშროების ან შეიარაღებული ძალების თანამშრომლები ვინც პატიოსანი ხალხი იყო მათი მხრიდან ოდესმე რამე პრობლემა მქონია არა მე მაგას ვერ ვიტყვი ვერანაირად მაგრამ თვითონ სახელმწიფოებრივი პოლიტიკა რომელიც მართავდა მაგათ რა ყოველთვის იყო აგრესიული ჩემს მიმართ და ამას ახლა ვერ დავმალავ თუმცა დამნაშავეები ყოველთვის იყვნენ ყოველთვის იქნებიან ყოველთვის გამოიყენებენ ქართულ ფორმას ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს და მე რა ვიცი ახლა რა უნდა ვთქვა ამ ყველაფერთან მიმართებაში არის პრობლემა დიდი რომ ქვეყანაში არსებობს ღირსების არ მქონე ადამიანები რომლებსაც აცვიათ მუნდირი აი ამის თქმა შემიძლია დანარჩენი ცუდი გააზრება გვაქვს ჩვენს ქვეყანაში საერთოდ ზოგადად კანონებთან მიმართებაში სახელმწიფოსთან მიმართებაში და იმასთან მიმართებაში რომ ჩვენი ქართველების ყოფითი ცხოვრება გარდაქმნილია ძალიან არასწორი მიმართულებით მიდის რა არასწორი მიმართულებით მიდის ჩემო კარგებო არასწორი მიმართულებით ცუდი აღქმა დღეს გააზრება იმისა რომ არ უნდა არსებობდეს კანონი ვთქვათ უცხო ქვეყნის აგენტებთან მიმართებაში საერთოდ სხვა სივრცეში გადის ეს მე არ ვიცი დღევანდელ ხელისუფლებას რაში ჭირდება ამითი ანგაჟირება ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს მე თვითონ მიმდინარე პროცესთან მიმართებაში იმდენად არასერიოზულია ეს ყველაფერი მაგრამ როდესაც არსებობს კანონმდებლობა როდესაც ქვეყანას გააჩნია კონსტიტუცია მას აქვს მისი დაცვის მექანიზმები სახელმწიფოებრივი დაცვის მექანიზმები ბატონო დავით გუბასანიკიძეზე რა აზრის სახართო მეკითხება ბატონი კოკა ნანიაშვილი ბატონო გიპასუხებთ და აზრს დავამთავრებთ თქვენი ჭირიმე რა არის იცით როდესაც ცალკე კანონის მიღება გიწევს იმის შესახებ როგორი მიდგომა უნდა გქონდეს უცხო ქვეყნის გავლენის აგენტთან ეს უკვე სახელმწიფო არ არის იმიტომ რომ როდესაც შენ მიიღე პარლამენტში იმის გადაწყვეტილება შექმნა საქართველოს უშიშროების სამსახური შენ შექმნილი დოქტრინა და დებულება ამ ქვედანაყოფის და ამ სამსახურის ამ დეპარტამენტების და მათი სამსახურეობრივი ამოცანა და ალგორითმი დღის წესრიგში კანონთან თავსებადობაში მოიყვანე ხო რა განსაზღვრა უნდა ორგანიზაციას პერსონას პიროვნებას პოლიტიკოს მნიშვნელობა არ აქვს ამას იცავს თუ არ იცავს იმუნიტეტი რომელიც მიზანმიმართულად ემსახურება შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ თუ არის ნეიტრალური ძალა რომელიც პრობლემას უქმნის შენი ქვეყნის საზოგადოებრივ დღის წესრიგს წარმოადგენს სადაზვერო ელემენტს და ჩასაფრებულია შენი კონსტიტუციური სიძლიერის ძირის გამოსათხრელად ეს კანონი უნდა დაგჭირდეს ამის გულისთვის რომ ასეთი ძალა გაანეიტრალო მაგრამ ასეთი ძალა რო გაანეიტრალო უპირველეს ყოვლისა შენ თვითონ არ უნდა იყო ასეთი ძალა ქართულ ოცნებას ვეტყოდი და ამას რო ვამბობ იმას არ ნიშნავს რომ ნაციონალური მოძრაობა არ იყო მაგალითად ესეთი ძალა ანუ სად მივდივართ რა პრეამბულაში ვარდებით ჩვენ არეული ვართ ჩვენ თვითონ ვერ განგვისაზღვრია ხელისუფლებაში ვინ აგვყავს და რომელ ფორმებში უნდა ვიხილოთ ჩვენ ხელისუფლებას საზოგადოებამ ეს არ ვიცით და უფრო მძიმე რა არის ჩვენ არ ვიცით როგორ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფალს იმ არსებული კანონის დაცვა რომელიც უნდა იყოს პროტოკოლი ნებისმიერი პირისთვის რომელიც დაქირავებულია ხალხის ხელფასით
რაზე არის პრობლემა? რა არის გამჭირვალობასთან მიმართებაში არის პრობლემა და აქამდე მამუკა მდინარაძეს ვეტყოდი, იქ რო ჯდება ეთერში და ბაყვიროა გაწეული და 5000 ევროიანი ფეხსაცმელი აცვია და ხალხს ამ დროს 5 კაბიკი არა აქვს და 5 თეთრი არა აქვს, რო და 50 თეთრი არა აქვს და 50 ლარი არა აქვს, რო პური იყიდოს და პური აჭამოს საკუთარ შვილებს, ვის უნდა მოთხოვო გამჭირვალობა? ეს ძალიან ეფემერული თემა ხომ არ არის იმისთვის, რომ ზოგადად იარსებოს ნებისმიერმა კანონმა. ეს რისთვის არის ეს თემა შემოგდებული? აქ რა ორგანიზაციები, გავლენის აგენტები დაფინანსება უცხოეთიდან, აქ რა მაქვს ორგანიზაცია? მე პოლიტიკური დევნილი გავხდი, კი მაღიარა საფრანგეთმა პოლიტიკურ დევნილად გამოაცხადა ჩემზე მფარველობა, გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ მე საქართველოს მოქალაქე ვარ. ჩემთვის ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია არავის არ გაუუქმებია. მე ამ ორგანიზაციის ანულირება არ მომიხდენია. აი ეს ორგანიზაცია არის. შემოვიდნენ ხომაგრები არიან ჩემ ორგანიზაციაში, ეს ყველაფერი დეკლარირებულია. და მითხრან, აი ეს ფული რატო მიიღე იქედან, ტრალალალალალალა. რატო ვერ გააკეთეს ეს? იმიტომ რომ არავისგან არასდროს არანაირი ფული არ მიიღია ორგანიზაციაში და არავის ჩემთვის მუსიკა არ დაუკრია, რა უნდა მელაპარაკა, როგორ უნდა მელაპარაკა, სად უნდა მელაპარაკა, ვის წინააღმდეგ უნდა მელაპარაკა, ვინ უნდა დამეცვა და ვის კლიზმა უნდა ყოფილიყავი ვის ტრაქში. აი რა განსხვავება არის იმ ადამიანებს შორის, რომლებიც თავისუფალია და რა განსხვავება იმ ადამიანებს შორის, ვისაც ეშინია საკუთარი კულისების მიღმა რა ხდება. მე რომ ქონოდა ვინმე მე ახლა თავს კი არ ვიმართლებ, მათი გიჟი დედა მოვტყან, ხანდახან რაღაცაზე რომ შევიკრებოდი ჯგუფი მართლა ენთუზიასტების რა და ვინ იყო ჩემ ჯგუფში, იყო ყველა სამხედროები, ომის მონაწილეები და ასე შემდეგ, ხო? და ვინ დაგვეტაკა პუჩისტები და ქვეყნის დამაქცეველები და კობაია კობალაძეები და პირველი პრეზიდენტის წვიის მსროლელები და ესეთი ხალხი დამეტაკავენ. ქართველზე წვიის მსროლელები და მარადიორები, ხო? ხელისუფლების უკანალში მაცხოვრებლები ტიპები, რომლებსაც მკვლელები გამოზარდეს მერე. ხანდახან რო შევიკრიბებოდით და ვიტყოდით, რომ აი ამ ნაძირალამ მოვიკვლევდით თემას და ასე შემდეგ. ფული არ არსებობდა იმისი, რომ აი ინვალიდი ბიჭები იყვნენ, რომ პროკურატურამდე საჩივერო დაიწერებოდა რა, რომელიმე მაღალჩინოსანზე მაგალითად თავდაცვის, ხო? რო წასულიყო ეს ინვალიდი ბიჭი და მიეტანა პროკურატურამდე ჩაებარებია განცხადება. ცრემლები მადგება თვალებზე რა. და კიდე არ მინდა სახელები და გვარები დავასახელო, რამდენ მათგანს რა ტყუები რო ქონდა სხეულში, ფეხით წასულან პროკურატურამდე 6-7 კილომეტრი და ისე დაუდიოთ და ფეხით მობრუნებულან. და უშიშროება რასაკეთებდა იცი, ამ ხალხთან მიდიოდა და კიდე ჩემს საწინააღმდეგოდ გამოყენებას ჩალიჩობდა, ამას მოგცემ, იმ ადგილს მოგცემ, ოღონდ მაგასთან გაანებე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რამდენი უბედურების მომწრე გავხდით ჩემ ქვეყანაში ვიზია ლაპარაკი, რომელმა უშიშროება უნდა გააკონტროლოს ვინმე. რომელმა უშიშროება უნდა გააკონტროლოს ვინმე, როდესაც ეს ადამიანები ინვალიდების ომის ინვალიდების გაუბედურებით იყვნენ დაინტერესებული. მე ბატონს უპასუხებ, აგერ მოკლედ რა. კოკა ნანეიშვილს რა აზრისა ვარ გუბასანი კი რა აზრი უნდა ვიყო გუბასანი კიძე არის არარაობა, ადამიანი ნაძირალა, ყველა პერჩიკი და ყველაფრის უკანალში მაცხოვრებელი ტიპი. მე სამწუხაროდ საბედნიეროდ მისას ვიცნობდი მამამისი კარგი მთხრობელი იყო ისტორიის და მსოფლიო ისტორიისიც, საქართველოს ისტორიისიც და მსოფლიო ისტორიისიც. წიგნი მაქვს მამამისის ხელმოწერით ნაჩუქარი და მამის შემარცხვენელია. მე ამაზე მეტ შეურაცხყოფას მაგას ვერ მივაღენებ. რა ვიცი, ახლა არჩევანი მისია უნდა სააკაშვილისიანი იყოს და უნდა ბიძინა ივანიშვილისიანი იყოს, მაგრამ მაშინ იმ უბედურების დროს რაც ხდებოდა იმაში რა ქვია. ნაციონალური მოძრაობის დროს მე ეს მახსოვს ქუთაისში პირადად ვიცნობდი, მქონდა ეს ურთიერთობა პოლიტიკური მასთან. მე პოლიტიკური პარტიის წევრი არასდროს არ ყოფილი ვარ არც ერთის, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გიცოცხლე რა. მე დღემდე მოღალატებად მიმაჩნია ჩემი ქვეყნის. ვაზელინი იყო გადაქცეული და ეგ ხალხს აჯერებდა, რაც უდი იყო ნაციონალური მოძრაობა და როგორი დასაჭერი და გასაუბედურებელი იყო სააკაშვილი და
დღეს ახლა მოგეხსენებათ ჩემზე კარგად როგორ იქცევა რა ვიცი. ბავშვი რო ბავშვი არის, იმას გაცილებით მეტი ღირსება და ზრდილობა აქვს, ვიდრე ამ რა ვიცი მე, რამდენში გაყიდულ ადამიანს, რა მნიშვნელობა აქვს რა, მაგის წონაფული რო დაიდოს, არსებობს რაღაცა, რასაც ვერ იყიდი და ვერ გაყიდი რა, მაგრამ მაგისთვის სხვანაირია ცხოვრება და არ ამგონია მე ბატონო კოკა ჩვენ ვიღირდეს ისეთ ხალხს ელაპარაკი, ვინმაც პირველ რიგში საკუთარი თავის ფასი არ იცის. აი ეს არის ჩემი პასუხი თქვენ კითხვასთან მიმართებაში. შემდეგ კითხვას უპასუხებ კუჯა საშვილი. ბატონო კუჯა, რა ვიცი, ჩემო კარგო, თქვენ მეკითხებით ლევან ვასაძეზე რას ვიტყვი და მე გულახდილად გეტყვით, მე მაგაზე უკვე ვილაპარაკე, თქვენ შეგიძლიათ გადაახვიოთ ამბობს და მოусმინოთ. მე იმას ვიტყვი, რომ ეგა ყალბი ფეოდალი და ყალბი დიდგვაროვანი. მეტი ახლა წუხარე სახის რაინდის იმიჯი აქვს შექმნილი, მაგას გონია თავი, იდალგო დონკიხოტი და არა, მაგი იდალგო დონკიხოტი და არც ღირსეული კაცი არა, ჯობია ის ბიზნესი გააკეთოს, რასაც აკეთებს და მაინდა-მაინც შეეშვა სამსიყალბეებით ცხოვრებას, იმიტომ რომ მაინც მრავალშვილიანი მამა, მართალია კი მრავალშვილიანი მამებივით ეს კაცი არ ცვალობს და არ ბრძოლობს, მაგრამ არავის ცუდი არ გამიხარდება, მე პირადად მithumetes მრავალშვილიანი მამის და არ არის ასე ხელდაჩეხილი ყოფნა სწორი საკუთარ შვილებთან და საკუთარ სამშობლოსთან. არ არის საჭირო საქართველოს საპატრიარქოს პრივატიზაცია. არ არის ეს ლევან ვასაძის საკუთრება. არც მისი პრესამსახურის უფროსის ჩათვლით, ამას გეტყოდით ნამდვილად რა. კორკოტა ყალბიაო, კორკოტამ მიცეს ნინულას პირში და იყოს კმაყოფილი. რა ვიცი, მე კორკოტას რა უნდა ვილაპარაკო. პირველი იყო, ვინც დამირეკა, მაშინ უშიშროება თავს რო დამესხა, უნდა და შუამავლის როლის მორგება. აი იქ რო სარჩელი გამომეტანა მათ წინააღმდეგ რა. აი ესეთი კაცი არის კორკოტა. ხო და ახლა ყალბია, არა ყალბია, მე არ ვიცი თქვენ რას გულისხმობთ ამ ყველაფერში, მაგრამ ყველას თავის ცხოვრება გააჩნია, მაგრამ მე არავის შუამავლად არ დაუდგები მithumetes უშიშროებას, რომ თავის ინტერესები შეასრულოს და წავიდეს მიზეთ თავის ტრაქს მიხედოს ჯობია რა. ეგრე არის ჩემი პასუხი მაგის მიმართ. დარჩენი სანამდე საქართველოში არსებობს ესეთი მოღალატეობრივი ტიპები, რაღაცა ეს მეკითხებიან და ყველაფერს ვერ უპასუხებ რა. უშიშროება რაზე დაგესხა თავს, ბატონი გუჯა მეკითხა. ბატონო გუჯა, რაზე დამესხა თავს და იმაზე, რასაც ახლა თქვენ უსმენთ რა. არ სიამოვნებდა სიმართლის საუბარი რა. და ზოგადად ახლა გულახდილად გეტყვით, აგერ არის ჩემ ხელში არის ის უშიშროების ფაილები, რომ გავრცელდა და ბევრჯერ მithქვია რა. თავის დროზე ძალიან იმათ ვიყავი რა, ჩაძირული 3000 ფაილია გავრცელებული და იმ დონის ჭუჭი იყო ალბათ შიგნით დაწერილი, რომ მაგის გაფიქრებას არ შემეძლო, თუმცა ჩემ ქვეყანაში როცა ვცხოვრობდი, რეალური წარმოდგენაც მქონდა. ვინ იყვნენ და რა ხეხის ძირში რომ მიმიფცია, ისიც კი დაწერილი მქონდა უშიშროების თანამშრომელს. თუ დაინტერესებს ადამიანები და ადამიანების განადგურება, აუცილებლად წავლიან მათთან კონფრონტაციაში ბოლომდე რა. აი ბატონი წერს აგერ. წაგიკითხავთ. სამწუხარო რეალობაა. ისაა, რომ 90% ვინც არის ახლა ხელისუფლებაში, ყველა ნაციონალია და რომ გახადო ეგ თეთრი პერანგი, ოცნებას გულისხმობ, ყველას წითელი მაიკა ეცმება ნომერი 5-ით. გეთანხმებით, ბატონო ჩემო, ესე არის აუცილებლად, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გეტყვით რა, ჩვეულებრივი ადამიანები, ხო საქართველოს მოსახლეობა ფაქტიურად დაყოფილია ორ ბანაკად, წითელი და ლურჯებად, ხო? ქოცებად და ნაცებად მე ახლა. სხვა პატარა აფილირებული ელემენტებს მე ახლა ძალებად არ ვთვლი შალიკო ლათელაშვილებს და ამ პროჭკოშიებს და იმას მე საერთოდ არ უძახი ძალას რა.
მაგრამ იქ ხوارიან არიან გარჩი ადამიანები, რომლებიც რაღაც დონეზე ემსახურებიან ამ ყველაფერს რა. ზოგი ქვეცნობიერი, ზოგი არაკვეცნობიერი. მე არ მივიჩნევ სწორად, რომ ადამიანებს შორის იყოს დაპირისპირება ის რომ ნაცია და ის რომ ქოცია და ის ასეთი აზროვნებისა, ეს უნდათ რა, რომ ადამიანებს შორის იყოს მარადიული პრობლემები, იყოს სულ გაღიზიანება, იყოს სულ დაპირისპირება, იყოს ბევრი უნდობლობა. ეს არის თანამედროვე ომების ყველაზე ძლიერი ბერკეტი, რომ სამოქალაქო საზოგადოება გახადონ ერთმანეთის მტერი. ყველა ერთი ნაგავი გეთანხმება, ამ შემთხვევაში ნამდვილად ასე არის რა. კი ბატონო, აუცილებლად. აგერ ბატონის სვამს შეკითხვას. წავიკითხავ ამ შეკითხვას ამერიკული, რუსული და თურქული აგენტურიდან, რომელი უფრო საზიანო საქმეს აკეთებს საქართველოში და რომელი უფრო შეიძლება სარგებლის მიღება, რომლისგან უფრო შეიძლება სარგებლის მიღება. აგენტურისგან სარგებლის მიღება, ჩემო მეგობარო, არც ერთისგან არ შეიძლება. იმიტომ რომ წარმოუდგენელი აგენტმა შენ ბუდეში დადოს შენი ქვეყნის და ერის და საზოგადოების სასარგებლო კვერცხის აუცილებლად წავა და იმ ქვეყნის ბუდეში დადებს კვერცხს, საიდანაც ის იმართება. ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება. რაც შეეხება გეოპოლიტიკას, დამკვეთებს ამ აგენტურული დაჯგუფებების, რითაც არის საქართველოს დაქცეული, ნამდვილად არის ესეთი მოძრაობა ჩვენს ქვეყანაში. თურქეთზე მე არაერთხელ მილაპარაკია, რომ ეს არის აზავეტური ქვეყანა, რელიგიად მებრძოლი ქვეყანა და ერდოღანი, რომელსაც აქ გავლენა საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური, ბევრმა შეიძლება სხვანაირად შემომედაოს, მაგრამ ეს ასეა. სხვა თამაშს თამაშობს აბსოლუტურად რა, ვიდრე ევროპის ინტერესებია, ვიდრე ამერიკული ინტერესებია, ვიდრე რუსული ინტერესებია და ზუსტად რომ უკრაინას არ აწვდის იარაღს და მათ შორის შეწყვეტა რამოდენიმე პარტია ბაირახტარის მიწოდების შემდეგ, ეს იყო ზუსტად ის მოვლენა, რომ რუსეთმა სომხეთის მიმართულებაზე დათმო ყარაბაღი თურქული ინტერესების სასარგებლოდ და თურქეთმა ხელგაშლად დაუჭირა მხარი აზერბაიჯანის ოპერაციას ყარაბაღში. აი ეს იყო მათ შორის კოლაბორაციის შედეგი. ამიტომ ახლა ვილაპარაკოთ, მაინდამაინც შორის ჩვენგან ყარაბაღი არ არის და თურქეთთან პირდაპირ საზღვარი გვაქვს, რომ იმაზე არ ვილაპარაკო, რომ ჩვენი ისტორიული დაუძინებელი მტერია. მე ახლა არ შევალ სიღრმისეულად ამ პროცესების განხილვაში, მაგრამ თუ გადავირბენთ ამ საკითხს, უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად, რომ განსაკუთრებით აჭარაში თურქული სახელმწიფო ძალიან წარმატებულად იყენებს რელიგიური სეპარატიზმის თანამედროვე ომის ესეთი მიმართულება რადიკალურ ფრთას და ამას ჭირდება ყურადღება, თორე ბევრი მუსლიმანი მეგობარი მყავს და არ შეიძლება რელიგია გაიხადო ბრძოლის ელემენტად და ვინმე ებრძოლო იმის გულისთვის, რომ ლოცვა უნდა რა. ეს არის ყველაზე არაქრისტიანული საქციელმა. როდესაც უკვე რელიგია ხდება შენი სახელმწიფოს ნგრევის როგორ გითხრათ ახლა ხელთათმანი, რომელსაც ხელზე წამოიცმევს ესა და ის სახელმწიფო, ხო? მაშინ უნდა არსებობდეს ამისთვის სპეციალური სამსახურები და კიდევ როგორც გითხარით, ამას არ ჭირდება რაღაც სპეციალური კანონი, რომ დაჯდე და მიიღოს მიღებული უნდა გქონდეს და დირექტივა უნდა იცოდეს და უნდა გქონდეს თავდაცვა უშუქრების თანამშრომელსაც და გვერდში დგომა სახელმწიფოს. რაც შეეხება რუსეთის აგენტურა რა არზის დღესდღევანდელ ქართულ ოცნებაში, აბა ვინ არიან ეგენი, საიდან მოდიან ეგენი? ან ნაციონალურ მოძრაობაში არის და აბა ხოშტარია დღეს საიდან იღებს ფულს? თუ არა რუსეთის კულტურის სამინისტროდან. არ შეიძლება ასე ლაპარაკი, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მტრები და აგენტები მაგალითად ვეძიოთ რიგით ადამიანებში. თუ რიგით ადამიანებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს აქვს დაინტერესება, ათ მაგი დაინტერესება აქვს ასეთ სამსახურებს მაგალითად სახელმწიფოს შიგნით ორგანიზმებში და ოპოზიციაში, ხო? და სწორედ ამაზე მაქვს მე ლაპარაკი და ამაზე მაქვს მე საუბარი, რომ
სახელმწიფო რომელიც ქმნის ელემენტებს კონტროლისთვის და თავდაცვისთვის ის აუცილებლად ახდენს ასეთი ელემენტების განეიტრალებას და წარმოუდგენელია შენ სახელმწიფოს მაღალჩინოსნებს არ მოთხოვა, არაფერი გახარია იყო რუსეთიდან იყო ივანიშვილი არის რუსეთიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრებს უამრავ მათგანს რუსულ ჯარში აქვს ნამსახურები და რუსული პასპორტები აქვს და გამოხვიდა და იქ უბრალო ადამიანს დაეტაკო და უთხრა ორგანიზაცია რო შექმენი და ფინანსებას რო ღებულობ მტერი ხარ და აგენტი ხარ ეს მაინც არ არის სწორი და მით უმეტეს როდესაც შენ გინდა შექმნა მექანიზმი რომლითაც გინდა გააკეთო შიდა კონტროლის ელემენტი. ამათ რო კანონი დაწერეს, ბევრმა შეიძლება არ იცის რაზეა ლაპარაკი, მაგრამ კანონში მითითებული არის ესეთი ფორმა, რომ იუსტიციის სახლის თანამშრომელს, რომელიც არის წარმოშობი კონტროლის მექანიზმის, ხო? შეუძლია შევიდეს და ვიღაცის პირა ტელეფონში ნახოს მაგალითად მესიჯები და ასე შემდეგ და ასე პირადი სახის ინფორმაცია. ანუ ქართულ ოცნებას ეშინია უშიშროების სახელის გამოყენება პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის. დგას დღეს რიგში ესეთი რაღაც დისკრედიტირებულია ამათ ხელში სპეცსამსახური და ცდილობს რომ ეს ფუნქცია გადაავალოს იუსტიციის სამინისტროს რომელსაც არალეგალურად მისცემს დავალებებს უშიშროების სამინისტრო. აი ასეთი ფორმის არასახელმწიფოებრივი პირამიდა გვხვდება ჩვენ იქ სადაც ჩვენ დღეს ამას ყველაფერს უყურებთ ამ ფორმით რასაც უყურებთ. რთულია ხო ამის ჩვეულებრივ რიგით მოქალაქემდე დაყვანა რთულია მაგრამ რა გითხრათ ახლა გააზრება მით უმეტეს უფრო რთულია თუ ვინმე არის დასასჯელი დღეს აგენტურული სამსახურებისთვის ეს არის ქართული ოცნება აგერ მაგალითად პრეზიდენტად რო დასვა ადამიანი რომელსაც ქართული ენა არ იცის და რომელიც ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს ღებულობს და ბოროტად იყენებს შეწყალების უფლებას აგერ გეტყვით რა აგენტი აგროვებს მასალებს რომ მერე ყველაფერზე დაგითანხმოს მაგ ისეთი სამსახურია ყველას თავისი რგოლი გააჩნია დაზვერვის სამსახურს ანტიკური დროიდან აქვს ისტორია და ახლა მე დაზვერვის სამსახურის ისტორიაზე ვერ დაგელაპარაკებით ამ წუთას არ არის ის ფორმატი მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას ინფორმაციის შემგროვებელი გაგიკეთებს თუ მისი პატრონი რომელიც მე სტრატეგიულად დაგისახავს შენი გაუბედურების გეგმას როგორ გონია თქვენ სახელმწიფო ერთი ადამიანი ხო არა სახელმწიფო შედგება ადამიანებისგან ვინც მართავს საზოგადოებას და გავლენა აქვს ძალაუფლებაზე. როდესაც ასეთი პირის შესწავლა ხდება და მუშაობა ხდება და ამ ქვეყანას ყავს ინსტიტუტები რა ძლიერ ქვეყანას ყავს სადაზვერვო ინსტიტუტები რომლებიც ანალიტიკურად ახდენენ ინფორმაციის შესწავლას შემდეგ იგეგმება მოქმედების სტრატეგია. ახლა იმას თუ გულისხმობთ ივანიშვილის მიმართებაში რა ვიცი ახლა ივანიშვილი არის გადაღეჭილი ადამიანი რა ყველა პატარა ქვეყანას რატომ ხავს ვიღაც მფარველი და ჩვენ არავინ მაგალითად. აი ჩემო კარგო გულახდილად გეტყვი მაგაზე მიფიქრია და ჩვენ რო ღმერთი არ ყავდეს მფარველად ახლა მე არ ვიცი რამდენად მორწმუნე ხართ თქვენ მაგრამ მორწმუნეობაში იმას არ გულისხმობ დღევანდელი ყანდურიზმის ენაში იყო ჩართული რგოლში მაგრამ არსებობს რაღაცა რა სამართალი კაცობრიობაში არსებობს რაღაც ფორმა რა ჭეშმარიტების ღმერთის ურთიერთობის ყველაფრის. ღმერთი რო არ ყოლოდა მფარველი ან შაჰაბასის დროიდან ან დღემდე არ არსებობს ერთ-ერთი მოტივი რომ ჩვენ სახელმწიფო უნდა გქონდეს ქართველებს რა. აქამდე მომსპარი უნდა ვიყოთ. ღმერთი გფარველობს. აი ესაა ჩემო ჯიგარო შენ კითხვას შეიძლება არალოგიკური პასუხია, მაგრამ სხვა პასუხი მე არ გამაჩნია. ჩვენ ქართველებს მონათესავე ერი და მეგობარი არ აქვს. ჩვენ წრებში ვცხოვრობთ ირგულივ. და საკუთარ თავსაც ვტრობთ წარმატებით მათ შორის მინდა მოგახსენოთ. აი ეს არის. ამიტომ დღევანდელ ვიდეო ბლოგში მე გულახდილად გეუბნებით თქვენ რომ ეს გოშიების პარტიების არსებობა მისი შექმნა, მისი დღევანდელი ბედი თუ მოახლოესი მომავალი ეს არის ქართული ოცნების თამაში და ბიძინა ივანიშვილის ფლირტი რუსეთის სპეცსამსახურთან მე არ ვიტყოდი რომ სახელმწიფოსთან
ეს არის ევროპულ სტრუქტურებთან საკუთარი თავის მართლების საშუალება, რომ აი მე აქ ამ ძალებს დისკრედიტირებულს პრორუსულს არ ვაძლევ მის უფლებას ხელისუფლებაში მოვიდეს, თუმცა ამან ვერ უშველა, მინდა გითხრათ. 425-მა კაცმა მიიღო იმის გადაწყვეტილება, რომ ბიძინა ივანიშვილს დაედოს ყლეშუბლში. და ალბათ ჩემი ინფორმაციით და ჩემი აზრით, მე ზუსტად ამას ვერ გეტყვით, მაგრამ წინასაარჩევნოდ მოახდენენ ივანიშვილის დასანქცირებას და რა თქმა უნდა ეს იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება თვითონ ქართველებისთვის რა. და რატო მაგალითად ქართველებს გაუჩერდებათ უვიზოდ მიმოსვლის უფლება, აუცილებლად გაუჩერდებათ და არასწორად ხდება ბევრი რამის აღქმა. კი არის რა თქმა უნდა, მე არ ვლაპარაკობ, რომ ჩვენ რომელიმე საზოგადოების წევრი, მაგრამ ნებისმიერ მონაპოვარს უნდა შენახვა რა. ნებისმიერ მონაპოვარს უნდა შენახვა შენი ხალხის საკეთილ დღეოთა, როცა 24 საათი ბიჭო იმას ლაპარაკობ და ყვირი რომ ევროპული იდეებით მაცხოვრებელი ძალა ხარ და იზორია ყავს, ჩაჩიბაია ყავს, ივანიშვილის ქვედა ელემენტები ყავს, კიდე რა მურუსიძეები და ამერტ ტიპები ყავს. ყველაზე მცირე ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არ ახარ ევროპული საზოგადოება და სახელმწიფო რა, რომელიც დეკლარებას უკეთებს ყველაფერს რა. და ეს სიცრუე, რა თქმა უნდა, მივიდა კულმინაციამდე, ეს არასწორი თამაშები მივიდა ამ შედეგამდე და რა თქმა უნდა, ეს იქნება ქართული ოცნების დასასრული, ალბათ თუ ბოლომდე ავტორიტეტულად არ აიღებს ძალაუფლებას ხელში და ეს იქნება საბოლოო შეტაკების წერტილი ამ ორ დესტრუქციულ ძალასთან და მე ახლა ბევრჯერ მithქვია და დღესაც ვიტყვი რა, იმიტომ კოცებს ძალიან გააქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაცები ქვეყანაში არალეგალურ იარაღს ინახავენ. და ინახავენ ამას 2008 წლის შემდეგ განსაკუთრებით რა. ნიკა მეკითხება, რომელი ძალა არისო ამ ეტაპზე რეალური საქართველოში ამ წუთას პოლიტიკური ძალა არ არსებობს რეალური. არსებობს ხალხი. საზოგადოებას ვერ დავარქმევ რა. მოგვიანებით უპასუხებ შენ შეკითხვას, კომენტარებში მე დავასრულებ ჩემს წინადადებას რა. რა უნდა ქნას ხალხმა კიდე ეს ცალკე საკითხავია, მაგას თუ მკითხავ, მაგრამ ხო და ეს 2008 წლის მერე იარაღი, რომელიც პირად შემადგენლობას მოპარეს, საკუთარ ჯარისკაცებს და ოფიცრებს მოპარეს იარაღი. მათ შორის ჩვენც მეც იქ ვიყავი და ჩვენი საშტატო იარაღები მოიპარეს და მე დააბრალეს რუსებს, რომ რუსებმა წაიღეს, მაგრამ ის რუსებს არ წაუღიათ. ისინი ნაცებმა ჩაფლეს მიწაში. და ვინ შეეცადა იმ საბრძოლო მასალების გადარჩენას, ის ხალხი დაიჭირეს. და ლამის ქვეყნის ხალათისთვის გაასამართლეს. ვინ გიკითხებოდა, შენი იარაღები უნდა დაკარგულიყო. ანუ და ჩამოწერულიყო, მე ვაინასიოს სპეში თქვა რა. და დღეს რო დაჭირდება, დაილოდებიან მაგ მომენტს, როდესაც ქართველს ესვრის და ზუსტად როგორც კოცებს ისე ნაცებს ყავთ კაცო ესენი რა, ვინც გადატრიალებებს ახდენდნენ და აუბედურებდნენ ქვეყანას. აბა ვინა დევი ჭანკოტაძე. ჩვეულებრივ სისხლის მსმელი ტიპია, რომელიც კობალაძესთან ერთად ქართულ ხალხს ესვოდა ტყვიას რა. შეკითხვა დამისვა დავით საქართველოსა და სომხეთს შორის არამეგობრული და გაციებული დამოკიდებულება კარი აგენტურის ზეგავლენის დამსახურებაა. რა გითხრა ჩემო კარგო, როგორ მოგმართო არ ვიცი, ფსევდონიმით წერია სახელი და გვარი, მაგრამ სომხები პროჭები იყვნენ, ამაში ახლა მაინც ვიღაცის დიდი დამსახურება არ არის. მე ახლა ვერ ვიტყვი რომ დიდი სამეგობრო წრეები მყავს მათში, მაგრამ იქაც ვიცნობ ადამიანებს, ვინც სინდისიერი და ნამუსიანი ხალხია. მაგრამ სახელმწიფოთა შორის ესეთი დამოკიდებულება გამოდის იქედან, რომ სომხები ყოველთვის ცდილობდნენ მიეღოთ მეტი სარგებელი რუსეთიდან და ამ დროს გახდნენ ჩვეულებრივი ავანტიურის მსხვერპლი, იმიტომ რომ ყარაბაღის მაგივრად ხელში შეჭრა სამში გრძელი. ესა ჩემი პასუხი. და რაც მაგათმა გააკეთეს აფხაზეთში ბაგრამიანის ბატალიონით ქართველების წინააღმდეგ ამის პატიება და დავიწყება, ესე მარტივად არ უნდა ხდებოდეს რა.
მე მიწერს ქვევით რომ რადგან ისტორიის მანძილზე ჩვენ და სომხები სულ მეგობრები ვიყავით ოღონდ ეგენი ზოგჯერ უღალატობდნენ არა მე არ მიყვარს ახლა ნაციებზე ასე ხუმრობა ნამდვილად გეუბნებით მე უცხოეთშიც ბევრ სომეხს ვიცნობ და ძალიან კაი ბიჭი და ძალიან კაი ადამიანია მაგრამ მე ვფიქრობ რომ როდესაც სახელმწიფოზეა ლაპარაკი და სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებაზეა გეოპოლიტიკის ცვლილებაზეა ლაპარაკი მით უმეტეს უკვე ძალიან ბევრ რამეს ექნება ძრები სომხეთში ყარაბახის საკითხის შემდეგ ხო და თვითონაც აზერბაიჯანთან ექნება უფრო ცხელი დიალოგი ალბათ ფართო მასშტაბიანი მშვიდობის შესახებ და რეალურადაც შეხედავენ თავიანთ მდგომარეობას ხო გაცილებით შეიცვლება ეგ დამოკიდებულება გეოპოლიტიკის დამოკიდებულება რა მე ასე მიმაჩნია რა დევი ჭანკვედაძე სომეხიაო არ არის სომეხი ეს არის იეზიდი ქართველობას იბრალებს ქართველი არ არის მის ძმასაც ვიცნობ იქ ჩვენთან ერთად მსახურობდა ბაზაზე ერთი გამოყლევებული ტიპი იყო და რა გითხრათ ახლა რა შეჯდა წერი ხეზა რა იყო გვარი მისიო რა თქმა რა უნდა გითხრათ მის ძმას რა დაემართა რაც დაემართა სხვა კაცს რო დამართნოდა ეს და გავარდნოდა იარაღი ალბათ გადაასახლებდნენ მაგის გულისთვის და თვითონ ყველაფერი მშვიდად ჩაუთვალეს კოცებმა ასე რომ ესენი არიან ერთი კლანი ჩემოკარგებო არა რაისგან არ იქნება არა რაიცა ესეთი ნათქვამი როა ეს ზუსტად ისეთი მომენტია და ჩუქნიან ხმლებს და ჩუქნიან იარაღებს ერთმანეთს და წერენ წიგნებს ერთმანეთზე ვითომ გმირები იყვნენ და ასე შემდეგ და არიან ბედნიერები და ერთი ესე ჩათლახობს და ის კობაკობალაძე აგერ აფხაზეთის ომში დაღუპულების დედას 1000 ლარიან დახმარებას პარავდა იმის გაკეთება უნდოდა რა არ მინდა მე ყველგან ბლოგები მაქვს დადებული ამაზე და ალაპარაკები მაქვს ახლა რა ვიცი ახლა რამდენჯერ უნდა მიყვე ამგენის პროჭობას მე დავიღალე რა ამდენი ლაპარაკით აი ამათი მხილებიდან და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ამათვის მტკივნეულია რა ეგენი არიან პროკეზერაშვილები პროივანიშვილები პროსააკაშვილები ესენი არიან ერთი მახორკა აი ყველაზე მიუღებელი საზიზღარი არსებები არიან ამათ ხელში იატყეს ქვეყანა რა გახრწნილები ნარკომანით მოვაჭრეები და მთელი სისაძაკი რა თქვენ რა გონიათ რა ყველგან არის ზედმეტი ნაკლები პრობლემები მაგრამ ესეთი დამოკიდებულება ხა ჩვენს ქვეყანაში რო არის ესეთი მაინც არასდროს არ ყოფილა ვიტყოდი რა რითი არიან ნაციონალურ მოძრაობაზე უკეთესი თუ იძახიან იმას რომ არ არიან ნაცებზე მეტი უარესი რა არა ძალიან მძიმე შემთხვევები გვაქვს ამათი არსებობით და ამათი პოლიტიკური ტანით საქართველოს თუ არ დამთავრდა რა ლობირება სიხალბის ყოველთვის ესე იქნება რა უნდა გაატარო კანონი რომ ვინც პოლიტიკაში არისო ნამყოფიო ვეღარ მიიღოს მონაწილეობა ნიკა მე არ ვიცი საერთოდ ზოგად გლობალურ სამართალთან რამდენად იქნება ეს აზრი თავსებადობაში მაგრამ ხო თუ ქართველებმა საერთოდ ზოგად კანონმდებლობას სოფლიო კანონმდებლობას თავი არ დავანებეთ და საკუთარი ინტერესების მიხედვით არ დავიწყეთ ფიქრი ჩემო მეგობარო რა ნამდვილად არაფერი არ გამოვა მე ბავშვი ვიყავი და ეს ჩათლახები იყვნენ ხელისუფლებაში და ძალაუფლებაში გავიზარდე და ეს ჩათლახები იყვნენ ხელისუფლებაში და ძალაუფლებაში რა ვიცი ახლა 40 წელს მიუკაგუნე უკვე ლამის და ეს ჩათლახები არიან ხელისუფლებაში სულ ეგენი მახსოვან რა ამიტომ ნამდვილი გითხრათ რომ რა რისი ბრალია ეს ყველაფერი მაინც თითოეული ჩვენგანის ბრალია რომ ჩვენ არ გვინდა ცვლილებები თორე ჩვენ რო გვინდოდეს ცვლილებები ხო ამისთვის ჩვენ გავირჯებოდით ახალგაზრდას რასაც უყურებ მე ეს არის გაბრუებული ახალგაზრდები აი ხაზარაძე რო იყო თავის დროზე მისი კგბ-ს გავლენის ბოზი ჩანერგილი იმაში სტუდკავშირში დღესაც ანალოგიური ტიპები არიან ანალოგიური სიტუაცია არის თქვენ აგონიათ რამე განსხვავებულია დღეს არის აი პატარა პროხაზარუშკები გამოსული და იძახიან სტუდენტები ვართ ჩვენ და ისა ვართ და როცა ჩვეულებრივ მოქალაქეს უჭირს როცა ბავშვები შიმშილით იხოცებიან და გაეროს მონაცემებით უკვე წელიწადში 300 ბავშვი კი აღარ კვდება 800 ბავშვი კვდება შედება მოთხრნო სტუდენტი თუ ხარ და ქვეყანაზე გული შეგდგება მაშინ სატრაქში ზიხარ არა ვიღაცამ უნდა დაუკრას მუსიკა რომ ამათმა იცეკვნა ეგ არის რეალობა რა სიყალბე უნდა დავამთავროთ სიყალბეს თუ მოვერევით მაშინ მოვერევით ყველაფერს მე ასე ვფიქრობ ამაზე
კარგია თქვენთან საუბარი და ზოგადად ამ თემაზე საუბარი და ურთიერთობა მე ყოველთვის ვცდილობ ჩართვა გავაკეთო ამ მიმართულებით და მქონდეს საუბარი ამ მიმართულებით. მაგისთვის ყოველთვის ნახავთ დროს რაც არ უნდა დაკავებული ვიყო, რაც არ უნდა გამოწვევები ბევრია, რა თქმა უნდა, ადამიანი როცა უცხოეთში ემიგრანტი ხარ და ვისაც არ აქვს მაგის შესაძლებლობა იცხოვროს სხვა ერში და რეალიზირებული ადამიანი იყოს, ეს მისი პრობლემა არის, მაგრამ არის კატეგორია, ისაც აქვს ამის საშუალება, მეც მათგანი ვარ, როგორც 2.800.000 კაცი განდევნეს ჩვენი სამშობლოდან, აი 2.800.000 კაციდან ერთი ვარ მეც. არა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ჩემ ქვეყანაზე გულის ტკივილი გამინელ და ასე შემდეგ. წარმოუდგენელია რა. სანამ მე ცოცხალი ვიქნები და პირში სული მეკნება, ყოველთვის ვიქნები მე ჩემი ქვეყნის ერთგული, მე ამის ვალდებულებას ვიცი მაქვს, მე ჩემი ქვეყნისთვის მიცემული ჯერ როგორც ჯარისკაც და მე როგორც ოფიცერს. როგორ შეიძლება მე ესეთი რაღაცა დავიწყო, ასეთ რაღაცას დავიწყებ, მე დავივიწყებ ჩემს პერსონას და ეგ იქნება და ესე იქნება და ესე იქნება რა. დაგემშვიდობებით, ჩემო გისურვებთ. სიმშვიდე, სიწყდარეს და რაც მთავარია სიმართლეში ცხოვრებას და ყველას ვთხოვ, რომ ვინც უყურებს გამოიწეროს ეს ჩემი გვერდი, თუ გამოწერილი არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენი ერთადერთი კომუნიკაციის საშუალება არის ეს სივრცე. ბატონი ალექსანდრე წერს, რომ ძალიან ბევრი პრობლემა, ოკეი? და უფრო მეტი პრობლემა რა არის? ჩვენ ამ პრობლემებით ვცხოვრობთ. ჩვენთვის ეს პრობლემა არის ყოველდღიური, ჩემო კარგო. ნიკოლოზ გურგენიძეს ვამს კითხავს, რომ რას ფიქრობ მომავალ არჩევნებში? რა უნდა ვიფიქრო, მძიმე ვითარება იქნება. ძალიან ბევრ რამეზე იქნება ეს ყველაფერი დამოკიდებული ჩემო ნიკოლოზ. მე ვფიქრობ, რომ მშვიდობა კონცეფციის მიერ აკრული სიტყვა ტრაფარეტივით ესეთი ფსევდოშვიდობის დასასრულის დასაწყისი იქნება ეს მომავალი არჩევნები. ბატონი ვეფხვია წეს რომ მარტო ლაპარაკიო არაფერით გამოვა და საჭიროა ახლოდანო სწორი ქმედებები. მიდი მოქმედე მე. მინდა მე დაგიშალე ბატონო ვეფხვია მოქმედება? რა ვიცი, მეტი რა უნდა მექნა. ასეულობით აქციის მონაწილე ვარ და ათეულობით აქციის ორგანიზატორი და რითიც დასრულდა ესა ბოლო ჯამში შევხედეთ, ხო? მოქმედება ის იყო, რომ ყველა ტრაგის აწევა უჭირდა და გამოსვლა უჭირდა. გვერდში დგომა უჭირდა ერთმანეთის. ეს არის რეალობა რა. ხო და ხარ აგითხრა, მოქმედება მე იარაღი შენ რა გონია მოქმედებაში თუ გულისხმობ იმას რომ პასუხი გასცე ყველა ნაძირალას რომელიც შენ ქვას გესსulis თუ ფიქრობ იმას სადამდე წაგიყვანს ეს ყველაფერი. აი მაგალითად ძალიან მარტივ მომენტს გეტყვი რა. ხელისუფლებამ ვერ აიტანა ის რასაც ვაკეთებდი, ხო? ხილება მათი კრიმინალის, კორუფციის, მათი ცოლების, ნეპოტიზმის, ბიუჯეტის წველის და ასე შემდეგ და იმის მაგივრად რომ ჩემთვის დაედოთ კანონსაწინააღმდეგო ქმედება წინ და სასამართლოთან შესაბამისად ყოფილიყავი ან გასამართლებული ან დაკავებული, გადაწყვეტა დესტრუქციულად თავზე დამცხმოდა რა, ნაბიჯვართა ხროვით. და რა უნდა მექნა მე? მოქმედებას თუ გულისხმობ ამ აგრესიისთვის უნდა მეპასუხა აგრესიით? კაი დაუშვათ და ეგრე მოუქცეულიყავი. რა იქნებოდა შემდეგ რა? ვერ მოვერეოდი? 5 კაც შეიძლება ვერ მოერეო, მაგრამ როდესაც სამხედრო ხარ, როდესაც გააქვს იარაღთან ურთიერთობის გამოცდილება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში შეიძლება უპირატესობა იმდენად დიდი ქონდეს, რომ ისინი დუელის ღირსადაც არ ჩათვალო, მაგრამ მე რა იქნება? მე ადგებიან დაგიჭერენ, იტყვიან, აგერ ყოფილი სამხედროა, იარაღთან გამოცდილების ურთიერთობა ქონდა, მოხდა ჩხუბი, ხულიგნობის ნიადაგზე, ხო და ნუ ამან თავი ვერ შეიკავა და ამიტომ მოხდა ეს შემთხვევა და იარაღის ტარებისთვის ცალკე მოგიტყმავდნენ დედის ტრაქს, ჩაგვსვამდნენ ციხეში და ვიღაცას თუ დაჭრიდი ან მოკლავდი, იმას კიდე ზევიდან დაგიმატებდნენ და საბოლოო ჯამში რა მოხდებოდა? ათეული წლებით განეიტრალდებოდი ყველაფრისგან. აი რა მიცის არასწორმა მოქმედებამ. შენ რო შემოდიხარ ამ ურთიერთობებში, შენ
უნდა იყო მზად იმისთვის, რა შეიძლება შენ გაგიკეთო. აი, ამიტომ უნდა იცოდე რა სად უნდა დაიხიო, ტაქტიკურად უგარო, საჭიროების შემთხვევაში აი ამათ მოთხოვა მე პასუხი სამართლებრივად თორე თუ მაგალითად ამათ დონეზე დადი, ღორების დონეზე თუ ღორი გახდი და იქ დადი ღორების დონეზე, მაშინ აი ძალიან მარტივი შეხა მე ვაპირებდი რომ დასრულებას მაგრამ აღარ დავასრულებ, მინდა გავცი ამ შეკითხვებს პასუხი რა. ადამიანი რომლებიც აითქვიფება ამ ნაძირლებთან ერთად ესეთ მძიმე ურთიერთობაში რა. რითი იქნება ამათზე უკეთესი? აი რითი იქნება? არანაირად არ იქნება, იქნები მაგნაირი. თუნდაც გაიმარჯვო იმ ომში, იმ დესტრუქციულ ომში, რომელსაც ისინი გთავაზობენ. აი ეს კოლექტიური იზორიები, ეს ჩაჩიბაიები, ეს ბიძინა ივანიშვილები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მათზე უკეთესი ვერ გახდები. ჩვენი მიზანია ვამხილოთ ეგენი, აი თქვენ ახლა ხევნაყოფით იცნობაო, რა თქვა მია, ხო? შეხედეთ ბიძინა ივანიშვილს. მისი შვილი როდესაც საქართველოსთვის იბრძოლებს, აი ეს ბერა ივანიშვილი, საქართველოსთვის ჯარში წავა, ომში წავა მით უმეტეს თუ რას იზამს. გამოვა და ილაპარაკებს დედაზე და დედის ღირსების დაცვაზე და ესეთ ყლეობებზე ილაპარაკებს. და დაურეკავს მე ღარიბაშვილს და ეტყვის იმას, როგორ უნდა დაეხმაროს ვიღაცა, რომ ვიღაცა ჩააჩმოროს. აი ეს არის ბერა ივანიშვილის კაცური ღირსება. აი ესეთი შვილი გაზარდა ბიძინა ივანიშვილმა. და ასეთი კაცი გვიზიზღეს პოლიტიკურ მმართველობაში. და როგორც არის ბიძინა ივანიშვილი, ისეთი არის მისი გარემოცვა. აგერ მაგალითად გერმანიაში იზორიას დაქვემდებარებაში ქართულ საელჩოში მუშაობს გომელაურის შვილი, რომელიც სექსუალური სკანდალის გამო არის გარიდებული. და იმ ხალხს, ვინც გერმანიაში ამდენი ხნის მანძილზე წვალობდა, ჯერ მართვის საკრებად წაიყვანეს და იქ ჩატოვეს. და 1000 მამაძაღლობა დამაიმუნობა. ეს უშველის გასამართლებლად, რომ გომელაურის შვილი დაიცავს მათ ინტერესებს. მე არ ვიცი რომელ კანონზეა ლაპარაკი, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ, მაგრამ კანონები ძალიან ბევრი არის მიღებული. ისი შესრულება თქვით თქვენ, კანონების შესრულება თქვით. და კიდე ერთხელ ვიტყვი რა და გავიმეორებ ყოველთვის, არაფერი არ შეცვლილა იმ დროიდან ქრისტე დაბადებული არის. ჯერ პლატონმა რო თქვა ეს სიტყვები ანტიკურ საბერძნეთში, რა შავქვათ მინდა კანონები თუ ხელისუფლებაში ნაძირლები ზიანი. და არ ზის დღეს ხელისუფლებაში ნაძირლები? არ არიან დღეს ხელისუფლებაში ნაძირლები, გეკითხებით მე თქვენ? და არ აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას კიდე ნაძირლები? რა არის გამოსავალი, რა არის ლაპარაკი არშველის, რა არის გამოსავალი, იცი? რევოლუცია არის გამოსავალი. ოღონ ისეთი კი არა, ეს რა ქვია, დროშაზე რო არიან წამოგებული ეს პატარა გოგო ბიჭები და დროშის უკან თელიტარი ნაციონალური მოძრაობის რო არის და სააკაშვილი რო აკეთებს ციხეებიდან განცხადებს ვითომ ციხეში როზის, ჯერ სამედიცინო ემიდან რო ყვირის იქედან რო მე ასე და მე ისე და მე ისე ის უნდა იყოს გადაყვანილი ისეთ საპყრობილეში როგორც დაიმსახურა ამ ნაბიჯვარმა გვერდზე უნდა მიუჯდეს ივანიშვილი უნდა დაიწყოს საზოგადო სამართლის აღსრულება და უნდა მოხდეს რევოლუცია და უნდა მოხდეს ამათი ქონებების ექსპროპრიაცია და ყველა ქონება რომელიც არის ეროვნული დაწყებული კაზრეთის ოქროდან დამთავრებული ენერგო სადგურები ეს სახალხო დამცველად როუზის ალეკო ელისაშვილის თანაპარტიელი იოსელიანი მე მის დედაშევეცი მამამისმა კუპონებზე იყიდა მცხეთაში ჰესი თქვენ რა გონიათ შემთხვევითი ადამიანია ასეთი რამდენი ნაგავია მისი ძმაზის ახლა იქიდან ფულს იღებს ამას უნაწილებს და ესეთი რამდენი არის როგორ შეიძლება ქვეყანაში ბორჯომი ეროვნული განძი და სიმდიდრე იყოს ვიღაცის საკუთრება ხალხო როგორ შეიძლება ასეთ რაღაცაზე სახელმწიფოს არ კონდეს ხელი მოწერილო ეს არის მისი საკუთრება როგორ შეიძლება ეროვნული ქონებიდან ფული არ მიდიოდეს საპენსიო ფონდში როგორ შეიძლება ქართველი რო ბერდება და
არაფრის თავი არა აქვს იმას უკვე მისი სახელმწიფოდან არ კონდეს ღირსეული შემოსავალი. როგორ შეიძლება რომ სატრანზიტო გზები რაც არის გადებული ხო იქედან შემოსავალი არ მიდიოდეს მოხუცთა ფონდში და რა იმედი უნდა გაუჩნდეს ჩვეულებრივ მომუშავეს ვიზე უნდა იყოს დამოკიდებული წესიერ ქვეყანაში ევროპულ სახელმწიფოებში ასე ხდება ხალხო და ამათმა საპენსიო ფონდი გააკეთებიეს ხალხს და მე ის საპენსიო ფონდი მოპარეს აი ესეთი ფორმები მე ამაზე ვლაპარაკობ არც მორგოშიები არც გოშიები არც ვასალძეები არც ქართული იდეები არც საპატრიარქო არასოდეს ამაზე და ამნაირად არ ილაპარაკებს დღის წესრიგში ეს თემა არასოდეს არ დადგება მე კიდე ერთხელ გეუბნებით რა დღის წესრიგში დგება მხოლოდ თამაშები არასახელმწიფოებრივი და რაღაცა ზღაპრები და რაღაცა სისრუეები და რაღაცა სიმახინჯეები რომლებიც ვიღაცამ ვიღაცას უქნა ვიღაცა მეტრაკეა ვიღაცა ასე უშვება მეტრაკეების უფლებები ბიჭო კომუნისტების დროს აი ბაც კიდე ერთხელ ვიტყვი რა ეს ხალხი რასაც პროპაგანდის წყაროთ იღებს რა კომუნისტების დროს 5 წლით ისჭებოდა ციხით მეტრაკეობა და ქართული ბალეტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პიროვნება ხო თქვენ კარგად იცით ვინც იყო ხარდაღვაწახელი თუ არ იცით მაგ კიდე პრობლემა არის წაიყვანეს და დაკრძალეს ეგრე მთაწმინდაზე მაგრამ არავინ ის იმის გულისთვის არ წაუყვანიათ იქ და არ დაუსაბლავებიათ რომ მეტრაკე იყო ის წაიყვანეს და დაკრძალეს იქ რომ იმიტომ რომ იყო კულტურის სერიოზული სახე საქართველოში და პატივსცემდა ქართველი ერი ყველას არა მისი ტრაკიდან გამომდინარე არამედ მისი მორალიდან გამომდინარე და საზოგადო ღვაწლიდან გამომდინარე როგორ შეიძლება ეს გახდეს პროპაგანდის ელემენტი ქვეყანაში უნდა არსებობდეს ერთხელ და სამუდამოდ რაღაცა ზღვარი როგორც შიდა ისე საგარეო მორალის და ამის მცველად უნდა იდგეს საპატრიარქო ამის მცველად უნდა იდგეს თითოეული ოჯახი თქვენ რა გონიათ ევროპა გარყვნილება ასექნა მე აქ ქუჩაში არ მინახია ისეთი ვულგარული დამოკიდებულებები საქართველოში რო იყო ეს გულახდილად გეუბნებით მე ხო ევროპის ცენტრში ვცხოვრობ და უამრავი ევროპული სახელმწიფო მინახავს რა თქვენ ვერ წააწყდებით ქუჩაში ისე ნახა კლუბებში რა ხდება და თავის ლოგინებში ვინ რას აკეთებს თავის სივრცეში რა ამას ნამდვილად ვერ გეტყვით მაგრამ მე ისეთი დონის გარყვნილება ქუჩაში არ მინახია როგორც საქართველოში მინახია ამას გულახდილად გეუბნებით რა ეს რაც საქართველოში ხდება ეს არ არის ევროპული საქციელი ეს ადამიანური საქციელი არა ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ეს პირდაპირ უკეთებს დეკლარაციას ჩვენი ერის გარყვნილებას და გარყვნილებაში თანამონაწილეობას და ეს ხელშეწყობილი იმ სახელმწიფო პროპაგანდიდან რომელიც ასე ბინძურად გადმოედინება ჩვენი ქვეყნის ტელევიზიებიდან იქნება ეს რუსთავიერი თუ იმედი რომელიც ქცეულია ამათ პოლიტიკურ ტრიბუნათა იმას ამ ტელევიზიებს სახელმწიფოსთან და სახელმწიფოებრიობებთან და ზოგადად საზოგადოებასთან ნამდვილად არაფერი კავშირი არ აქვს მოგიწოდებთ ყველას გამოიწეროთ ჩემი სოციალური კვერდია მხოლოდ ამ მეთოდით შევძლებთ ჩვენ ურთიერთობის გაგრძელებას. სხვანაირად სხვა საშუალება მე არ მაქვს, მე ფულს ვერ გადავიხდი აი ამ გვერდების რეკლამაციაში მე მაგ ხელა საშუალებები არ მაქვს. რასაც აკეთებს ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდა. რო ჩავხედე ამ უშიშროების ფაილებს, რომელიც გავრცელდა კოლოსალური თანხები არის წასული Facebook-ის და სხვადასხვა სოციალური ქსელების, Instagram-ის და იმის რეკლამირებებისთვის. მილიონები აქვთ გადახდილი და გადახდილი აქვთ ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჩვეულებრივ ხალხისთვის მოპარული ფული თუ არა, ხარ აგონია თქვენ კალაძეები, რო იძახის კალაძე, მე ესეთი ტიპი ვარ, მე ისეთი ტიპი ვარ, მე ევროპაში ვიცხოვრებ, მე ვინ აპატიებს მას ასეთ ურთიერთობებს იტალიაში? იტალიელებმა მუსოლინი დაგიდეს ფეხებით, იმიტომ რომ არასწორი გააკეთა და ვინ შემიყლი არის კალაძე. ეგ არის ძალიან ცუდად შემოპარული რაღაცა ქართულ ხალხზე ხალხ. მე არც იმას არ მივესალმები, რასაც ესენი აკეთებენ, აი მაგალითად პოლიტიზირების სახით რო ახდენენ ამ სპორტს რა, მაგაზე კიდე ცალკე სალაპარაკო იქნება რა. და მაგაზე კიდე ვილაპარაკებ რა. საზოგადოების მგრევა სხვათა შორის უშიშროების ერთ-ერთ ქვეპუნქტში არსებობს ასეთი მცნება, საზოგადოებისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობა. და ეს თემა და ეს საქმე არის ხდება საზოგადოებისთვის ძირგამომთხრელი.
ძირგამომთხრელი, როდესაც ესეთი მიმართულებით ხდება მოქმედება, როცა სპორტის პოლიტიზირება ხდება, ჯარის პოლიტიზირება ხდება, პოლიციის პოლიტიზირება ხდება, ყველა მხარეს რო პოლიტიკურ ფორმებს ეძებენ, ხო? აი ეს ხდება ზუსტად დამღუპელი მერე ხალხისთვის. ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ აქ საჭირო არის დიდი ყურადღება იმისთვის, რომ რაღაცა ძალიან სერიოზული მასში არ გაეხვას ერი. თორა 90-იან წლებში ალბათ თუ არ გახსოვთ ისტორიულად მაინც გიყურებიათ რა. შემორჩენილია ის კინოკამერები, რა უბედურებას ტრიალებდა და იყო, ხო? ერთმანეთს რო ესვრიან და რომ უბედურდება რა ხალხი. არ უნდა დაუშვათ ჩვენ ქართველებმა ურთიერთმტრობა და ურთიერთსიზღი და ურთიერთგაუბედურება, მძიმე შემთხვევაა ეს ყველა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, რომ გამოიწეროთ ეს ვიდეო არხი. ჩვენ დღეს ძალიან სიღრმისეულად ვილაპარაკეთ ქვეყანაში სიყალბეზე, სიყალბის პოლიტიკის შექმნაზე, ქართულ პროჯგოშიების პარტიებზე და ასე შემდეგ და ქონდა ამაზე ჩვენ დეტალური განხილვა შემოგარგებულ. ვისაც დაგაინტერესებთ ნახეთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მხოლოდ ამ გვერდის გამოწერით მოვახდენ ჩვენ ურთიერთ სინთეზს და საუბარს ერთმანეთთან. გისურვებთ ყოველივე კარგს, გისურვებთ წარმატებას და მშვიდობას.